გიორგი სააკაძეში 53 წელს 3 დივიზია მონაწილეობს იმ რამოდენიმე ეპიზოდში. ხო, სულ არ არის. იმ თავისი მნიშვნელობა. ახლა ჩვენ აგეცე საშუალება არა, ნუ თორე იცოცხლე. ჯერ იმასაც ვერ გავაკეთე, მამაშ ჰოლივუდს უნდა შეუკვეთო და ძალიან ზურს მოგთხოვს, ძალიან ზურს. მეგობრებო, ჰოლივუდს ერთია და მეორეს გეტყვი კიდე. ჰოლივუდს რო შეუკვეთავ, იქ ჩვენ ისტორიულ ფილმს აქვს კიდე თავისი მიზანდასახულობა. ეს ახლა ბავშვები ხო არა ვართ და ესე უნდა იყოს და ჰოლივუდი თუ ამას გაიკეთებს, შენ როგორც წვიდა ჯეთი არავინ არ გაიკეთებს, ახლა ყველა ხარ და არ ჩვენ მაგის არც ხოდა ეხა ჩვენ ყველა სანამ დავიწყოთ ერთი სამაქვს მე ჯონდისთან ხო დავიწყოთ ხო? კი ბატონო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს. ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენთან ერთად იქნება ჩვენი მეგობარი ჯონდი ბაღათურია. ჯონდი, გამარჯობა, დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ ძირითადი თემა არის ის, რაც არის ეს ინიციატივა, მანამდე როგორც მეგობრულად და შენ გამოცდილებით მინდა ხედვა კითხვა ეს ჩვეულებრივად არაშუაში ახლა ჩვენ ტელევიზიაში ვართ ამ დებატებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს გამოცხადდა ისედაც გვაქვს, იმიტომ რომ პირველ რიგში რეალურად უნდა ვთქვა, ახლა ამჯერად რაღაც გაიგონებთ, ყოველთვის გახსნილი იყო და მეცაც გეტყვი, რაც ცნობილია საზოგადოებისთვის, რაც არ არის ცნობილი, ძალიან ვიტყვენ ვეკაჩებოდით ყველანაირად და იყო უარი და სულ განუწყვეტლივ იყო რაღაცნაირად თავის დაპასება, დამადლება, ესე იგი ამ თავის დაცვის მინდით შეურაცხყოფაზე გადმოსვლა და ასე შემდეგ. რაც ხოთა შორის პირველად მიკვირდა ახალი ტრენდი გაჩნდა, აი ჩვენ რო აქტიურად რო ვიყავით პოლიტიკაში, თემა შეჩვეულებრივი ამბავი იყო, ხო? ახლა დაგიძახებდნენ დებატებზე და ახლა ის მოვიდეს, როგორი პიჯაკი აცვია, ასე მოვიდეს, საიდან, ესე იგი შენ რო ხო მე გითხრა, ეს რო შენ მოგასმენინა და რო გწოდნოდა, ახლა ვამობ არც დეტალებში არ იტყვი, რომ ეს ალბათ იუმორისტულ ნაწარმოებს მირჩევა, ესე იგი რო ვთქვა, პროდიუსერებისთვის რომ მომისმენია და ყოფილი ვარ იქ რო ელაპარაკებოდა, აი მე სად დავждები, როგორ დავждები. მე გადაცემა პირდაპირ ეთერში მოусმინე გადაცემას, მაკა. დიახ, ეს მინდა გითხრა. დიახ. პირდაპირ თითებს უქნებდი ის რატო მოკარებაში. არა, მეცაც გეტყვი გინდა, სხვათა შორის, ახლა წავყვანოთ რომ ჩვენ ამას ესე იგი სულ ესეც არ არის ჟურნალისტები და აი ჩვენ რო არასდროს არ გვეძახდნენ დაპირობის და ამას იძახდა პირდაპირ ეთერში. აკრძალული მაქვს და სხვათა შორის ერთხელ ჩვენ ასე ვიტყვი ალყარო ქონა შემორტყული დღეებში და მოკლედ იძახდა რომ ჩვენ ეთერში არა ვართ და მოკლედ ვიღაცამ დაუწერა კომენტარი რაღაცა საოცრება ხდება ჩემ თავსო. ეხლა უყურებ რომ პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადაცემს და ადამიანი ყვირის რომ მე ეთერში არ მიშვებენ პირდაპირ ეთერი მომეცითო ამას ითხოვს პირდაპირ ეთერში. ამას დავანებოთ. მერე იყო დებატები, ასე არჩევნებზე რომ იცოდე. ამ როგორც ამორჩეველს კი არ მოქალაქეს გაბარე პანგაჩი. ჩვენ კანონში გვიწერია რომ ისა რა ქვია მოდი დაუთმოთ ამას ამით. კანონში გვიწერია რომ დებატები არის აუცილებელი. და წესები გაწერეს. წესები არის გაწერილი რომ უნდა მოვიდეს ყველა და ასე შემდეგ. რაც ხოთა შორის ერთხელ ამერიკელები იყვნენ, ჯერ დირექტორი ვიყავით, უთხრე ეს არ არის სწორი, ტელევიზიას თუ არ დაუტოვებთ თქვენ უფლებას, ამის მიიღებ ფარს. აი სიტყვით მაქვს რომ მარტო არ ვიყავ, ეხლა აღარ ვიტყვი, რომელიც დამემოწმება. და მითხეს, არა, კიო, ვიცით რომ ეს არასწორი წერიაო, გეტყვი ხა, მაგრამ აი შენ უნდა აიღო შენ თავსო. მოთხრეთ თქვენ ერთი სიტყვა მაინც თქვით, იმიტომ რომ მე ატახავენ ერთ ამბავს. ანუ რაზე იყო ლაპარაკი? ყველა პარტია თუ ერთად დავს, ეს ნიშნავს რომ მე თითო კითხვა უნდა დაუსვა, რაღაცა უნდა ვსვა და დამიტოვეთ უფლება. შალია მე ვნახე მას გიორგის მიყავდა და დამიტოვეთ უფლება რომ ვინ არის ინტერესი გამოიწვევს. მე თქვენ ნახე ყველა პარტიას უნდა მართლ პარტიასთან დაждდომა და ამის საშუალება მომეცით და მე თქვენ არ დამიწეროთ დასკვნაში რომ ის რატო გამოვიდა 7 ჯერ და ეს რატო გამოვიდა ერთხელ. კიო, სწორი ხარო, მაგრამ არა, კაი. მიუხედავად ამისა, იქ იწყებოდა რომ აბა მე მოვალ, აბა არ მოვალ. ესე იგი ეს რო განახა მიმოწერა, გეგონება რომ აი კემპ-დევიდში რო იყო ეს, აი ახლა რომ მიდის რაღაცა დიდი მოლაპარაკება, იმაზე ფორთულად ვიდიოდა ეს მოლაპარაკება. თუ არა და არ მოვალ, მე უცებ დაელაპარაკები ადამიანს თვალებში იყურე განცხადება თუ მე არა, თუ თქვენ ტელევიზიაში მოვალ. ნუ ტელევიზია რას ნიშნავს, შემი თუ მე ეთერი და დაჯექი და რაც გინდა ელაპარაკე, ხო და მე შენ გეტყვი რამეს უსვ. მე თქვენ თუ უზრუნველყოფთ, რა უნდა უზრუნველყო, ახლა სამონდიმეჯერ ახსენეს რომ თუ ტელევიზიები უზრუნველყოფენ რომ კორექტულად წავაო და მე გავეხმარე რამოდენმე მაშინ თუ გინდათ მეც გავაკეთებ გაცხოდება ხელბორკილები დაიდეთ და ალიკაპები და როგორ უნდა უზრუნველყოს ახლა მაგაცინცაძემ თქვა თან თამთესანიკიძემ ესა
მე აი უბრალოდ გავხსენებ. დებატები იყო 1 წლის წინ, ხოსოს 1 წლის წინ პრემიერი და გამოვიდნენ და დავსხდებითო სადაც ვინდა. იქა მოდიოდა ორი ადამიანი. არა, ორი ადამიანი მოდიოდა, უკვე აქ გადავაწყვეტ, ესე იგი აქ აბოდი მან გავაწყვეტინებ, ესე იგი მე ვნახე პირველი შემთხვევა იყო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როცა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ დაჯდებოდა დებატებში ისეთ ადამიანთან, რომლის არანაირი თანამდებობა არ უკავია. ან ხო არ რაღაც რანგები, პოლიტიკური რანგი და შეიძლება იმასთან არ დავждები, იმასთან არ დავждები. პრინციპში აი ხო არის, ახლა ფეხბურთშიც არის ლიგა, ხო, პირველი ლიგა არის, უმაღლესი ლიგა და მეორე ლიგა და რაღაცა, ხო? და მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს პრემიერ-მინისტრისგან იყო შეცდომა, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავს უყადრებდა ჯერთი ახლა არც ინტელექტით არ გამოირჩეოდა, ვისთან ჩდებოდა ხიდა შეიძლება ვიღაცა იყო. ამათ მათქვეს უარი. ხო და რატომ დაგითხრათ? ეს იყო მათი მხრიდან აღიარება, რომ თვითონ არიან ძალიან სუსტები. ხო და თუ ჩვენ სტანდარტის დარღვევაზე ვამბობთ, ისე ვთქვა მაყურებელს, იცი რა იყო სტანდარტის დარღვევა იქ რომ ჩვენ ტელევიზია წავიდა, ოღონდ კი დასხედით ერთ-ერთ სენგლში, ეს ტელევიზია უნდა გადაწყვეტოს ვის და ვის დაუძახებს და არა. იქ ოღონდ როგორ იყო, იცი, აი რაც შეურაცხყოფელია თუ ამას ვინ ჩივის, მაგრამ მე განწყობისთვის გეუბნები თუ არა, ამიტომ ჩვენ ესე იგი გაკეთებული არის განცხადება, ჩვენ ველოდები მე განვაცხადე, სადაც დაწერფეთ და მე ველოდები პირველ რიგში აქამდე პასუხი არ მიუცია 25 წუთში. ჩვენ ესე იგი ბადე შევცვალეთ იცი შევცვალეთ ბადე სხვა ჩვენს აქ ბოლომდე გადმოსულები არ ვიყავით აბა ამბავი ეს ხო არ არის ახლა უცებ გადააწყო გადმოაწყო თან როგორ არის ბადე შევცვალეთ მაგრამ თან გამზადებული გვაქვს იმიტომ რომ ბოლომდე არადასტურებენ და გავიგეთ რომ მოდიან აბა გადავაწყოთ მთელი ამბავი და მოდი და უცებ ერთ საათით ადრე იმიტომ არ მოვდივართ რომ ხალხმა რაღაცა კარგი ამის შემდეგ გაგრძელდა დებატების ამბავი რო გითხრა და მე არის აღარ მახსოვს რომელმა დაიწყეს აქეთ იქით აქეთ გირჩი და მელიას პარტია აღარ მახსოვს რა ქვია და ესე იგი ეს იყო როგორი მოლაპარაკება იცი ეს გეუბნები იცი არ ვარ მათ საწყენად მაგრამ ეს რა ამის ანატომია გეყურებინა მე მეცინებოდა ხოლმე რუსფენდი ეგეთ რთული მოლაპარაკებები, ესე იგი ეს რო ენახა ხა ტრამპს, რა ის უკრაინა და მისობა, აი როგორი და ვინსა დაждდება და თან იქიდან ეს შემოდიოდნენ და ეს ტერმინოლოგია იყო საერთაშორისო მოლაპარაკება. იცით რა, ეს მხარე მოითხოვს პროდიუსერი შემოდის ესეთი რამეთ, რომ იქიდან უნდა 4 დაждდნენ, წინამდელ შემთხვევაში არ დაждდება. ეხლა ჩვენ აქედან ესეთი აქედან ეს 4, აქედან ამბობენ რომ თუ ესე იქნება. ბოლოს კონსენსუსია და ეხლა როგორი სიტუაცია, ეხლა ყველაფერი დახო, მაგრამ ველოდებით ორივე მხრიდან დახობას. და 15 წუთით ადრე გავიგეთ რომ ნამდვილად მოდიან, თუმცა სანამ ეთერი არ და დაიწყო და ნუ რო იტყვენ ჯობდა რომ არ დაწყებულიყო, ალბათ ამასაც შეხედავდი. ხო, იმიტომ რომ იმის მერე კომიკურად იქცა საერთოდ დებატი რო გეთქვა ვიღაცასთან, იმიტომ რომ ნუ რო დაიწყო, ესე იგი ეს ეთერი რა უნდა ქნა. ესე იგი ან წამყვანი ვიღაც აინტერესებს, ან ისთვის იყვნენ მოსულები ვის აინტერესებს, ვინ ვის რა შეურაცხყოფას. ეხლა დაიწყო რატო გითხარი და ეს ვინ და ჯერ როტყვიან რა ჯერ ჩაოლებრება პოლიტიკოსი ხარ და შენ საქმე ერთ-ერთი ეგრე ტელევიზორში გამოდიხარ ამ იმაში ხوار გეძახია ვალდებულება სხვა ხო ვალდებულა რა ხوار გეძახია პირველი არის რომ ტელევიზიასთან კი არ არის ვალდებული ხალხთან შევალდებული ხარ რაღაცა რო გეძახი აი შენი აზრი ხალხს აი მაგალითად რო გითხრა რატო აკეთებ რაღაცაზე დავიგო აი შენ რაღაცა შეიტანა გუში გაცხადება მე მაგალითად გამიხარდებოდა როგორც მაყურებელს და ტელევიზია თამას თავისთავად მოაწყობდა რომ ჩვენ კი არ უნდა ვიცხდეთ რომ ვიღაცამ უნდა გამოვიდეს მეორე პარტიის წევრი და ეთქოს რომ ეს ამიტომ და ამიტომ არ ვარ ის კი არა რომ ჯონდი ბოღალატია პტერია და უნდა ამიტომ და მაშინ ჩვენ გავიწევით დავჯდებოდი და მოაწყობდი დებატებს დებატის თემა ხო ეს არის ჯერ დაწყებული არ არის ეს დებატები და უკვე ნუ გამოდია რომ არა და ჯერ ესეა და თუ მე დავჯდები მაგრამ აიქიდან თუ გამოვა და თან ბოდიში თუ მომიხდის და რაღაც ისეთ პირობა ეხლა მაგის და ჯერ მითხრას მე მაგის ტელევიზიაში არ მინდა არ დავჯდები ხო და რა პერსპექტივაში ხედავ ამ დებატებს და როგორ ხედავ პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ეს არის აუცილებელი ვალდებულება დისკუსიის მე უფრო სიტყვა დისკუსიას ვიყენებ იმიტომ რომ შეიძლება არსებითი განსხვავება არ იყოს მაგრამ ეხლა ხალხს ეს სიმწვავე მობეზრდა არაპროდუქტიული მოდი სხვადასხვა აზრის ერთად დაჯდობა ვთქვა და ხო სხვადასხვა აზრის და დისკუსიის არსებობა თემებზე არის აუცილებელი კი ბატონო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რატო არის ეს სასარგებლო ჯერ ერთი
მაპატიეთ მე ამ აგრესულ ტერმინს გამოვიყენებ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ პატივს საზოგადოებას და არ მომწონს ასეთი გამოყენება, მაგრამ აი ამ ბრბოს, ამ ქუჩაში მოხეტიალე ნახირს, რომლის მიმართ უბრალოდ იმიტომ რომ დისკუსია არ არსებობს სხვადასხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე, უბრალოდ კაი კინო თუ არ გადის, ბოლოს ცუდ კინოსაც უყურებ, ხო, ადამიანი რაღაც გართობა როცა უნდა და ამითი ესენი იქცევენ ყურადღებას, ხო? ესე ამ ბრბოს აქტუალობას საბოლოოდ დააკარგინებს და მისცემს საზოგადოებას საშუალებას და პოლიტიკურს რომ გამოიკვეთოს ხელისუფლების გარდა კიდე რაღაცა პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკური აზრები, რომელიც შეიძლება ახლა არ გადაჭარბოს ხელისუფლებას და არ აიღოს რაღაც 20 და 30%, მაგრამ სავსებით წარმატებით გამოვიდეს არჩევნებზე და რაღაცა სეგმენტი და რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილის, თქვა 7, 10, 15%-ის მოსაზრებაც ისმოდეს პარლამენტში. მე არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა. იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი, ხო? მას ჭირდება რომ მოისმინოს ჩემი გიორგის და ვასიკოს სხვადასხვა აზრების შესახებ დისკუსია და მე რაღაცა აირჩიოს. შეიძლება ვასიკომ უკეთესად წარმოაჩინოს ვიდრე ჯონდიმ ეს მოსაზრება და დაუჭიროს ამ მოსაზრებას ხარი, ხო? ამიტომ მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ეხლა როგორ? ეს მიგაჩნია. ხო, ეხლა როგორ ნუ მე უსმინე პრემიერ-მინისტრს და აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში, რომ ყველასთან დებატები შეუძლებელია უბრალოდ. შეუძლებელია მართლა დებატი ახლა ადამიანთან, რომელიც აი მე ხომ ნახე აქ რომ შენ რომ მოგივარდნენ და რა სიტყვით ხმარობდნენ ქალები. ეხლა ეს ხო დებატი იმისთვის ხო არ გვაქვს რომ ეთერი გააბინძურო, ხო? პირდაპირ ხო ტელევიზიონშიკების ტერმინია, ხო? ხო დებატია ეგეც. ხო, არ უნდა გააჩუქიანო. ხო, ეგეთი დებატი თავისუფლად შეიძლება. ხო, რა უნდა? ხო, მაგრამ ეს საზოგადოების უპატივცემულობაა. ხო, დებატი. ერთის მხრივ კი უგლე ერთად ნაწილმა ეხლაც უკვე განაცხადა რომ არ გვინდა ჩვენ ამ დებატებში არ მივიღოთ მონაწილეობას. ხო, არც არავინ არ მოიწევს ალბათ და არც არავინ არ დაждდება მათთან. მე ვფიქრობ, რომ ნახე ხელისუფლებას ჯერ ამინდა ხელისუფლებასთან დებატები ადვილია. თუ რაღაც ზოგად პოლიტიკურ თემაზე ხარ, იმიტომ რომ შენ შეგიძლია რაღაცა რადიკალურად პოპულისტური თემები წამოსიო და ხელისუფლება ვერ დაგეწევა ამაში, იმიტომ რომ მას უფრო ვარდისფრად დახატო ხაშუზგებლო ნაკლები და მე ამას ვიზამდი და მაგალითად სოციალური რადიკალურად მოითხოვო, ჯერთ ხერხზების ყველა ფეხბურთის ტერმინი გეტყვი, მე რო ყოფილი ყავ წნელი 5 თოლს მოვიგებდი, კი არ წავაგებდი, ხო, იმიტომ რომ აი კარგად ჩავასწვდი ფასის თავ და შენ ახლა ვერ შეედავები, იმიტომ რომ მაგრამ თემატური დებატები ხელისუფლებასთან იქნება რთული. იმიტომ რომ ხელისუფლება მოვა მომზადებული და მაგალითად თუ მოდის ხელისუფლების რომელიღაცა თქვა პოლიტოლოგი ან პარლამენტის არ ვიღაცა გიჯდება რაღაც თემაზე, მას მოამზადებს მთელი გუნდი ციფრებით და ამიტომ მასთან დაჯდომა ძალიან კარგად უნდა მოემზადო, თორემ იცი რა როგორ სხვადასხვა კლასი გამოჩნდებით. და ხალხს ნახეთ შეიძლება ხალხს მოსონდეს ვიღაცის გარეგნობით იმით რაღაცა მაგრამ მაინც როცა გადაწყვეტილებას იღებს ვინ დაჯდეს ზღოლი ვინ უნდა იყოს საჭესთან ქვეყნად ვინ უნდა ირჩევს არა ლამაზ მძღოლს რომელიც მისთვის ლამაზად ჭიკჭიკებს რაღაცას და გალოს არამედ ჭკვიანს და გამოცდილ მძღოლს ამიტომ ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად გათვალა და მე ვფიქრობ რომ ჩვენერი ადამიანები კარგად უნდა მომზადონ იმისთვის რომ ხელისუფლებამ არაჯობოს თემატურ დებატებში თუმცა ზოგად პოლიტიკურ დებატებში მე გეტყვით რომ მოუგებ დებატებში ხარ და ეტყვი რომ მაგალითად ისეთი იგავარაკული მაგალითია რომ მატარებელი გვირებში არ ეტევა დაგაცდის ერთი კვირა და მე დებატებში უბრალოდ გაუშვს გაც რომ მატარებელი ეტევა და შენ მე ამითი მე ძალიან ბევრ რამეს წააგებ იმიტომ რომ ქრესტომატიური სისულელე გაქვს და თქვა ხო ესე მატარებელი არ ეტევა გვირებში მან დარი ესეთი რაღაც ხო და აი მოკლედ პრობლემა რო თქვათ ახლა ჩვენ და მე დებატზე გადავიდეთ აი აქ გვაქვს ახლა სიტუაცია რომ რეალურად რო შეხედო რომ აი ადამიანური თემა რა არის რომ აი ვეკითხები ახლა მაგრამ მეც უყურებ და ვეკითხები ახლა ჩემს მეგობრებს აქ კოლეგებს აქ გიორგის ეგეთი სიტუაცია რომ აი მე თანახმოვრო დებატებში მოვიდი ესე უბრალო წინადადება აი უბრალოდ და მე
ეგეთი პრაქტიკულად არ არის, გარდა იმისა, რომ მე მოუწოდებ რომ არ წახვიდე, ამ ვითარებაში არ შეიძლება, თუ ესე არ მოხდა, ესე არ შეიძლება, თუ ქვეყანა არ გადავიდა და თუ იცი არა, ეს თუ არ მოვა, მე არ მოვალ და აღარ გეუბნები უკან რაც არის რომ მოსინჯეს. იცით რა? ჯერ მოხვალთ ახლა მოსინჯეს. ჩვენმა პროდიუსერებმა დიდ სახელმწიფო საიდუმლოს გავცე და მოსინჯეს რომ მოხვალთ თქო შეგვიძლია რა თუ ნახლა ამდენი ფილოსოფია მოდი აგერა და სამშაბათ პარასკევი როცა არა იცით რა არის ჯერ თქვენ ჩამოგიყალიბეთ ფორმატი ნუ რა ფორმატი ხო მაგრაჯღერს არა ეს ფორმატი აი როგორ მეცეულად რა ფორმატი შენ იქ დაждები აქ დაждები და შუაში წაყვანდება და გეტყვი აბა რას ფიქრობ რაღაცას არა იცი რა უცდის რაღაცა თემას უცდის აბა როგორ იქნება შემოსებული ეხლა ის მე მოღალატეს თავის აი თელი ამბებია ეგ ამბავი და რა გადაწყვიტეს იცი რომ ბატი არა ესეთი ამბავს გეუბნები არც ნიშნის მოგებით რომ მოდი მიყო ჩვენო მზად ვიყავით ყოველთვის ვეძახთითო სხვა შორის ამით ნუ ერთადერთი ტელევიზია იყო რუსული დაუცდითო და როცა იტყვიანო რომ მოვალ თუ აგერ არის ეთერი და ნებისმიერ დროს აგერა გიორგისაც აუღალია ლახამოცეკოს ხელს რა უშლის ხო აი დოლი ცუდად რო უკრავ ხო და ეგ არის ეხლა ეს ასე შელაპარაკობ ეგ არის ლახამოცეკოს მიერ გამოძებნილი მიზეზები რა დებატი ნიშნავს იმას, რომ დაждებით 2 ან 3 ჭკვიანი ადამიანი და გამოთქვან თქვენს მოსაზრებებს და ეხლა ეს არსენ მარაბდელისის გამახსენ და აბანოში გამოჩნდება არსენ შენი მარიფათიო, ხო? ეგ რა იყო კლიპი ჩაუდეს იმაში, ხო, რომ ბორკილები უნდა გადაეხეხა არსენას, ხო? აი დებატებში გამოჩნდება რა და არ არის სავალდებულო ყველა დებატი მოიგო. ეს არ ნიშნავს შენს განადგურებას და პოლიტიკური კლასის რაღაცა, უბრალოდ არის თემები, რომელსაც ვერ მოიგებ. ეხლა ის თემა, რაზეც ჩვენ მოსული ვართ, აქ ამ თემაზე მე პატივისცემით ვარ ხელისუფლების ლიდერების მიმართ განწყობილი, მაგრამ ვერსერთი ვერ მოიგებ. ყველა ერთად რო დასხდა ამ თემაზე დებატეს ვერ მოიგებ. რატომ? იმიტომ რომ როგორი პოლემისტის არ უნდა იჯდეს შენს წინ, ხო? არის თემა, რომელიც ძალიან ესეთ ნათლად ჩანს, ცხადად ჩანს, რომ ეს რაღაც, ასე იგი, არ არის საშენო შესასარგებლოდ ამ თემაზე დისკუსიის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ხელისუფლება რატომაც დარწმუნებული ვარ, გონიერი ადამიანი და გონიერები არიან ახლა ხელისუფლებაში. შეიძლება ყველა არა, მაგრამ ახლა ვისაც ვხედავთ, ხო? ძირითად შემადგენლობას, ყველა ხვდება, რასაც მე ლაპარაკობ. ხო და აი დავიწყოთ ეს თემა და მე სხვა შორის შენ თქვი ეს ვიდეო მეთქვა, მაგრამ აი შენ რომელიც კარგად იცნობ ამ თემას ერთი თემა არის, შენ რო იყო ახლა ამ წუთში ხელისუფლებაში, აი ახლა ამ წუთში რო შეიცვალოს, შენც ისეთივე ვითარებაში აღმოჩნდებით, რომ ხელისუფლებას აქვს, იმიტომ კი არა რომ რამე ცუდი ან კარგია, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს კიდევ რაღაც შემაკავებელი ფაქტორები. მე ვიცი რაც აკავებს. ამიტომაც არსებობს ნორმალურ და კარგ დაწყობილ ქვეყანაში პოზიცია და ოპოზიცია, რომ ესე მტრობას კი არ ნიშნავს, მარტო შეიძლება ხშირად აქ ის აზრი ჟღერდებოდეს ალტერნატიული, რომელიც ამ წუთში ვერ ჟღერდებოდეს ესე ვთქვათ, ასებით გეთანხმები და ტრობას საერთოდ არ ნიშნავს პოზიცია ოპოზიცია და შედარების შარაბარა. ხელისუფლების პოზიცია რო იყო რომ წავიდა დიმიტრი თავდადებული და თავი დადო, ეს არ იყო სახელმწიფოს ძლიერებისა და მის გამოხატულება და შეიძლება რომ ოპოზიციური აზრი ყოფილიყო რომ პოემაში და ისტორიაში არის გამოთქმული რაც ლაპარაკობ ჩვენ მოდი ის აქვთ, მაგრამ ის იყო იმ ეტაპზე ესე ჩათვალა რომ უმძიმესი გადაწყვეტილება შეიძლება მიეღო, იმიტომ რომ ძელვადიან პასუხს იმ მომენტისათვის თორე ალბათ დიმიტრი თავდადებულსაც უნდოდა რომ მოეგო, ხო? გავდა ლუარსაბ მეფის არჩევანს, ხო? და ლუარსაბ მეფე რა თქვა, იგივე мотивация იყო დიმიტრი თავდადებულისაც. ქვეყანას ამიოხრებენ. ლუარსაბ მეორეს ამბობ, ხო? ლუარსაბ დიმიტრის მაგიტო წავიდა, ქვეყანა არ აეოხრეთ, თორე თავაზობდნენ რომ თაში გაიგენ, თაში ვერ ავიდოდა, ახლა ეს მოგონ თაში მაინც ჩვენები იბრძოდნენ. ესე მაგარი სიტყვა თქვა, ხო? 27 წლის ბიჭი იყო. ნუ ბიჭი და უთხრე ბოლო ყველაფერიო, მაგრამ ეს ქვეყანა ეს ხორება ისეთი სიტყვა არის, სიზმარივით წარმავალია. მე წაგებოდა ჩემი გულისთვისო. მან თვითონ მონაწილეობდა პოლიტიკურ ის მარტივი არ იყო დიდი პოლიტიკური ბრძოლა მიდო ჩემი გულისთვისო აქ ქვეყანა აოხრდესო მე აქ
მოკლედ უნდა ვიცხოვრო იმ საუკოდო ცხოვრებაში. არ გამართლა, აი დღეს დღემდე. ხო და ამას გეუბნება. მადლიერები ვარ. თუმცა ის პირა ხა შორს ავედით ახლა ჩვენ დავით ოპოზიციაში პირველად ვიცი იყო და ის იყო და რომ რას ლაპარაკობ კაცო ჩვენ მოდი ახლა გბირულად ვიომოთ ამბავი ვქნათ მაგრამ ნუ ესეთია. ახლა დავიწყოთ შედითება ჯერ გითხარი აბა რა. ის ჯერ რას გვიპირეს? ჯერ უთხრა. რას გვიპირეს? შესაძლოა არსებობს ისეთი მაყურებელი ჩვენთან ვინც არ იცის რაზე ვსაუბრობ და ხო შემთხვევაში და მოდი ინიციატივაზე უთხრეთ ჯერ. კი ბატონო, მე რამდენიმე დღის წინ პრემიერს მიმართე საინტერესო ჯგუფის სახელით შეგნებულად პარტიული კომპონენტი საერთოდ არა მარტო ამ თემაში, საერთოდ გაჩერებული მაქვს და მე ხლა არ ვეწევი პარტიულ ცხოვრებას რა. და ეს უფრო ჯერთი უფრო კომფორტულია ჩემთვის და ესე იგი არ ვარ იძულებული რომ რაღაცა პარტიული პოპულიზმი ვაწარმოო და უფრო სახელმწიფოს ემსახურები ახლა და შევიტანე განცხადება და მიმართე თხოვნით რომ დაინიშნოს საყოველთაო სახალხო გამოკითხვა ანუ პლებისციტი ორი შეკითხვით ორი ბიულეტენი უნდა იყოს ხართ თუ გსურთ თუ არა საქართველოს გაწევრიანება ნატოში და გსურთ თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ორი ცალკე საკითხია, გავს ერთმანეთს რა თქმა უნდა, მაგრამ სრულ კორელაციაში ორთავე ერთმანეთთან არ მოდის. უფრო მძიმე საკითხია ნატოში გაწევრიანების საკითხი და მოდი ამით დავიწყებ, რატომ გავაკეთე ახლა ეს. თუმცა არ გამოგჩეს, მე ვიცი ხელისუფლების мотиваციას, რატომ თვითონ ნატო ჩაწერეს, ეს აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ამის ჩაწერა, მაგრამ ის მომენტი იმ მომენტში ხელისუფლება იზოლებული გახდა ესეთი ნაბიჯი, მე მაშინაც არ ვეთანხმებოდი ამას, მაგრამ მე მესმის მათი мотиваცია, მათ იმ წუთში უნდათ რაღაცნაირად ქვეყნის გარეთ ჩაეკროთ ეს რაღაცა ქარიშხალი, რომელიც რომ აი ესენი მოღალატეები არიან დასავლური გზის. დავიწყოთ პირველ რიგში და მოდი ნატოში დავიწყოთ. ნატოს მთავარი წევრი ქვეყანა არის შეერთებული შტატები, ხო? ეხლა ფინანსთა მინისტრს უსმენდი შეერთებული შტატების და თქვა რომ ამ ესე იგი 21 წლის განმავლობაში არა, ბოდიში ამ 30 წლის განმავლობაში ნატოს შეიარაღებაში ხარჯები შეერთებულმა შტატებმა გასცია 90%-ზე მეტი ვიდრე ყველა დანარჩენმა წევრმა ერთად. და თქვა რომ 21 ტრილიონი აქვს თვითონ დახარჯული შეერთებულ შტატებს ნატო შეიარაღებას და 1 ტრილიონი არა აქვს, მას რო ქვია, დანარჩენ წევრებს დამთავრდა. ეხლა რატო გავაკეთე ესეთ პრეამბულა, რომ თავარი ქვეყანა და პრინციპი თავარი ქვეყანა ნატო არის შეერთებული შტატები. დანარჩენი ქვეყნები, რომელიც ამაში მონაწილეობენ, არის ინფრასტრუქტურა შეერთებული შტატების არმიისთვის. შეერთებულ შტატებს აქვს 850 სამხედრო ბაზა ქვეყნის გარეთ. ხო წარმოგიდგენიათ და ეს ბაზები არის ნატოს ქვეყნის წევრი ქვეყნები და პლუს კიდე მოკავშირე ქვეყნების ეძახიან როგორც არის იაპონია, თუმცა მე პირდაპირ შემიძლია ეს არის ოკუპირებული ქვეყანა რეალურად 50-მდე ბაზა აქვს შეერთებულ შტატებს და არა ნატოს. ხო ეხლა გამოვიდა ესე იგი ახალი დოქტრინა უსაფრთხოების დოქტრინა. გერმანიაში აქვს ბაზა. გერმანიაშიც ბაზები აქვს, რამშტაინი აგერ ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა. რამდენიმე ბაზა და გერმანიაშიც ფორმალურადაც გერმანიაში სამხედროები დგანან, როგორც მეორე მსოფლიო ომის შედეგად, როგორც დამარცხებული ქვეყნის იქ არაბენ ნატო და სამშვიდობო ჯარი რო იდგა ჩვენთან, ჩვენ თანხმობით, თქვია სამაჩაბლო ფორმალურად ჩვენი თანხმობით იყო, ხო? სამაჩაბლოში და აგერ სამეგრელოში და სვაინც სასასვლელში. ხო. ხალხს ეს იქ დგას როგორც საოკუპაციო ჯარი გერმანიაშიც. იმიტომ როგორც დამარცხებულ ქვეყანაში ამის როგორც რა საფუძველზე იდგა GDR-ში საბჭოთა არმია, იმ საფუძველზე დგას იმ დანარჩენ გერმანიაში ამერიკელების ჯარი. გამოსცას ახალი უსაფრთხოების დოქტრინა. რომელიც არის გზელვადიანი დოქტრინა შეერთებულმა შტატებმა, სადაც აი ციტატას აგიკითხავ. პირველი, სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა რუსეთთან. და მერე შემდეგი ნატოს შემდგომი გაფართოების შესახებ ილუზიების დასრულება. ანუ ნატოს წევრი ქვეყანა შენ გეუბნება, რომ ნატო აღარ გაფართოვდება. ესე იგი, საქართველოს მივიღებთ და არ მივიღებთ, საერთოდ არავის არ მივიღებთ. ანუ თლაც ცაში რო დაფრინავდეს
ნატომ დაასრულა გაფართოება. ეხლა მე მითხარი ჩვენ მე შენ საწინააღმდეგო არგუმენტებს გეტყვი, რანაირად ერთს კიდე მოგაშველებ ერთ არგუმენტს. სულ არ არის ერთი კვირა გასული, ტრამპი აზიარებს პოსტს, ნუ მეგობრებო. და ამბობს, რომ ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეო. სიტყვა სიტყვით შეუძლია გადაამოწმენა ხო ვიღაცა თუ არისო ნატო და გაერო და ჩინეთი და რუსეთიო, ეს არის მოგონილი საფრთხეო. რო ჩვენ ზუსტად ხო ზუსტად ხო სიტყვა სიტყვა მითხარი ხა თუ იყოს აგერ თუ ვინდათ შეგიძლია მოიჭიროთ ეს მე რას ეხლა მომბ ეს წერილში მიწერია პლუს ამას თავარი ნატოს დირექტორი ნატოს ერთი წევრი ქვეყანა შეერთებული შტატები ეხლა ედავება ნატოს მეორე წევრი ქვეყანას თავისი ტერიტორიის 90%-ს გრენლანდია დანიის სამეფოს 90%-ია. ის კი არა ჩვენ რუსეთს რო 20%-ია, 90%-ს. ანუ აღმოჩნდა რომ ნატოს წევრობა სულ არ არის რაიმე უსაფრთხოების გარანტია და შეიძლება თვითონ ნატოს წევრმა ერთმა ქვეყანამ შენ ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს. ასეთი მსგავსი ჩვენ გვაქვს კიპროსის მაგალითი კონფლიქტები საბერძნეთსა და თურქეთს შორის ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ეხლა როცა ამას შეერთებული შტატები აკეთებს, ეს ლოგიკურია, ხო? ძალიან ღიად გეტყვით რა. მე ეს შევიტანე და მივეცი საშუალება მთავრობას ეს როცა უნდა მაშინ გამოიყენოს. გინდა დაეყრნენ აგერ ოპოზიციური აზრის სგან შემოსულ აზრს და გინდა დაეყრნობი. გარდა ამისა, პირდაპირ გეტყვით, მე ამას ტირაჟირებას ვაკეთებ და ყველა გადა სადაც კი რაღაცა ტყემალზე რო იყოს ლაპარაკი, მაინც უბრუნდები ამ თემას, იმიტომ რომ ამ თემით ხდება ქვეყნის მარგინალიზაცია. ქვეყანა ვერ ვითარდება. დღეს არის ძალიან დიდი არჩევანი და ძალიან ესეთი პერსპექტიული არჩევანები საქართველოს წინაშე საქართველოს ვერ მონაწილეობს. დღეს ეხლა და ამიტომ კიდე ერთი მნიშვნელობა ტრამპმა ეხლა გამოსცა ესე იგი გამოვიდა ინიციატივით მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ, ხო? აი თუ კარგად წაიკითხავთ რას ეს მშვიდობის საბჭოში, ზოგი დაეთანხმა, ზოგი არ დაეთანხმა, მაგრამ ესე იგი აშკარად ჩანს რომ იქ ერთი ნახე ციტატა მინდა გავიხსენო რას ამბობს ტრამპი რომ ესო შეიძლება გაეროს თან კონკურენციაში შევიდეს ზოგჯერ შეიძლება ითანამშრომლოს ძალიან აშკარა არის რომ სოფლიო წესრიგი ჩამოიშალა ხო უსაფრთხოების არქიტექტურა აღარ არსებობს ძალა აღმართნავს უბრალოდ პირდაპირ გაგებით ხო ახლა აგერ გრენლანდიის მაგალითი ამას აჩვენებს და ვენესუელას მაგალითი ამას აჩვენებს ხო და არის მცდელობა რომ აღდგეს ახალი მსოფლიო წესრიგი, აი რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა ნიშნავს ძველ დროში დაბრუნება, სადაც ორი პოლუსი იყო, მაშინ ახლა სავარაუდოდ სამი პოლუსი იქნება, სადაც რუსეთს და საბჭოთა კავშირს თავისი გავლენის სფეროები ჰქონდათ გადანაწილებული, ერთმანეთის გავლენის სფეროებს თქვის არ ყოფდნენ, ან რო არ ყოფილიყო ესკალაციის საფრთხე, თუმცა განცხადი რიტორიკის დონეზე, მაგალითად ჩეხეთში რო საბჭოთა კავშირი შევიდა, ენით ბოდიში და ბევრი ილაპარაკეს ამერიკელებმა, მაგრამ იქ იყო ასეთი ეს თქვენი პასუხისმგებლობის ზონა, თქვენ რასაც გინდა იმას აკეთებთ. იგივე საკეთებდნენ ასევე ასე იგი რუსებიც. აი კარიბის ზღვის კრიზისი ხო გახსოვთ, ეს იყო ამათ ზონაში შეჭრა და როგორ აპირპილდნენ მაშინ ამერიკელები, რამეს კი რაღაც ბირთვული შეტაკება მოხდა რუსეთსა და საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ანუ დღეს ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ცდილობენ ამ სამ ქვეყანას ეხება, ხო? ძირითადად ეს სამ ქვეყანა თუ დაალაგდა საფრთხეების ცდილობენ ომის გარეშე ასე იგი შექმნა უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურა, რომელიც ახლა ბირთვულ ომს ამათ თავიდან ააცილებს. ყველა საერთაშორისო ნორმა, ჩვენ საერთაშორისო სამართლსაც ვეძახით, არის ომის შედეგები. დღევანდელ ბოლოს რაც დაიწერა და ეს წერენ ამას გამარჯვებულები, დამარცხებულების ხარჯზე. გერმანიის ახლა ვლაპარაკობთ, ხო რატო დგას ასე იგი ბაზები, რა ქვია, ამერიკელების ბაზები, იმიტომ რომ დამარცხებული ქვეყანაა. რატო აღარ დგას რუსული ბაზები, იმიტომ რომ მე 90-იან წლებში რუსეთი ჩამოიშალა და ერთპოლუსიანი იყო, ხო? იაპონიაშიც 50 ბაზა აქვს ამერიკელებს, რატო? იმიტომ რომ დამარცხებული ქვეყანაა. ხიროსიმაში და ნაგასაკიში ბომბი ჩამოუგდეს და დაამთავრეს ამეთი
მათალაპარაკი. ამიტომ ახალი მსოფლიო წესრიგი, უბრალოდ ყველა მსოფლიო წესრიგი, აი პირველად სუვერენიტეტი სიტყვა გაჩნდა ვესტფალის ზავის მერე. ეს იყო 30 წლიანი ომი, ისტორიაში არის ცნობილი როგორც ომი ყველას წინააღმდეგ. მთელი ევროპა სისხლისგან დაიცა პირდაპირ გაგებით, ანუ აღარ ცხლის მომქნევი იყო, აღარც აღარაფერი აღარ იყო. და ბოლოს მივიდნენ 30 წლიანი დამთავრდა არავის რო აღარ თქვა, აღარ თოხს ვერავინ ვერ იქნება, აღარ ხმას იქნება, შეთანხმდნენ რაც ყველაზე მთავარი დღემდე რაც მოდის, რომ ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის საშინაო საქმეების ცხვირა უნდა ჩაყოს და ამას დაერქვა სუვერენიტეტი ქვეყნების. რასაც ეხლა ძალიან უხეშად არღვევს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში. მე მეგეთყვი, თუმცა ესე ვთქვათ, რომ ეს იყო, რო თქვენ ეტიკეტის ზონაზე რჩებოდა, თუმცა შეც კარგად იცი ისტორიიდან, რომ არავით არის არც ვესტფალის ახლა შეიძლება რომ არც მუშაობდა, ყოველთვის ძალა მუშაობდა. გეთახმება, მაგრამ პირველად ას მაშინ გაჩნდა თქო. ფორმალურად იცავდნენ, ისევე როგორც ძალიან რო პატუცებული ექსპერტები ძალიან თავში კლავენ რომ შიშრობის ის გაეროს წესრიგიც რა იყო სიამოვნებაში 5 სახელმწიფო იყო და 5 სახელმწიფოში 2 სახელმწიფო წყვეტდა ყველაფერი. ეხლა მაგასთან მთლიანად ეს იყო ეხლა. ეხლა მაგასთან დაკავშირებული. რო იძახია რომ საერთაშორისო ეხლა გამოვიდა კი ბატონო გზდებარე სიტყვა თქვა კანადის მიმანაც პრემიერმაც და საერთაშორისო სამართალი და ხო კი მაგრამ უნდა კითხო იმას რო არის ეხლა როდის მუშაობდა აი ერთი წელიწადი მითხრან აი მე კი არ მითხრან რასაც ის კითხულობენ ჩვენც იგივეს ვკითხულობთ ხო ერთი წელიწადი არის როცა რომელიმე საერთაშორისო სამართალმა სადმე იმუშავა მე ხო რომ მარტო საქართველოს და როდის იმუშავა აი ვოლტერის ნათქვამია რომ შენი ხელის თავისუფლება იქ თარდება სადაც ცხვირი იწყება ხო და ბოლომდე თავისუფალი არც რუსეთია, არც შეერთებული შტატები და არც ასე რა ქვია ჩინეთი, ხო? გიჟის თავისუფლება რასაც მინდა ასე არ არის, ხო? მაგალითად აი როცა იყო ორი პოლუსი, ვარშავის შეთანხმების ქვეყნები და ნატოს წევრი შეთანხმების ქვეყნები, ხო? ყველა ბოდიში ესეთ რუსულ პრახადნოიდური ყველა რო დღეს ხვის ყოფ ჩვენ სიმაში, ყველა რო გვიგაკუნებს თავში, აგერ მეზობელი ჩვენი და პარტნიორი აზერბაიჯანის კი ომით გვემუქრებოდა, როცა რაღაცა ტარიფები არ მოეწონა, ხო? პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის საქმეებში შეერთებული შტატები და ვერავინ ხვის ვერ ყოფილა. გეთახმები, მაგრამ ბოცა აი დისკუსიის, მაგრამ ეგივე სვამობ, თողონ მე ვამფრო. ამას საერთაშორისო სამართალი კი არ განაპირობებდა, ძალთა ბალანსი განაპირობებდა. ამასო და უბრალოდ მაგრამ ამას რაღაცა მიჩვეულიც იყვნენ და საერთაშორისო სამართალს არ ქმნებდნენ და სხვადასხვა რაღაცა ქვეყნები მუშაობდნენ. თუმცა რეალ პირველი დავიწყოთ რომ საერთაშორისო სამართალსა და დღეს არ შეგაწყეთ თავს, არა ფაქტები. როცა ამბობდნენ რომ აფრიკაში, ამბობდნენ ხო აფრიკაში არ მუშაობდა. თუმცა ხო ახლა მასში არ მუშაობდა, აზიაში არ მუშაობდა. იქ ხო იქ არის იუგოსლავიაში ხო არ მუშაობდა. იქ აი რეალურად რო ანუ ეს არ უნდა იმიტომ საერთაშორისო სამართალი არის რა არის საერთოდ არის გაერო რო შეიქმნა, მაგრამ ამას არაზოს უკან ძალა არ ყოლებდა რომ გაეროს ხო არ ყოლდა ძალა იყო უშიშროების საბჭო 5 სახელმწიფო და იმ 5 სახელმწიფოში 2 სახელმწიფო იყო გადამწყვეტი და გინდა იალტა და ის რა იყო მაშინაც რო და უბრალოდ მაშინ 3 სახელმწიფო იყო დაჯდნენ დასხდნენ აიღეს ფურცელი და პასტა და გაყვეს ევროპა ეს შენ და ხო და რას ვოდა ეხლა რო ძახიან აიო მაშინო დიდი საერთაშორისო რა საერთო სამართალი მუშაობდა აი მაგალითად იგივე ჩვენი ლამაზი და ძვირფასი ავსტრია გონი წელწადახევარი იყო სოციალისტური და მე რაღაც გადაიცვალა და იქით გადავიდა გამომიცვალა ანუ პრინციპი ყოველთვის ძალა განაგებდა მაგრამ ამან ლეღვიჩ ფოთოლი ჩამოიშვარა. აქეთკენ მივდივარ მე ახლა და აი ტრამპის ბოლო განცხადებას გახსენ კავკასია პუტინის ტერიტორია, რუსეთი პუტინის ტერიტორიაო. აი ერთი წლის წინ არა, სხვა შეიძლება ზუსტად თქვი? კავკასია რო თქვია? არა, არ ვამოფრა რუგულისხმია, არა? მან თქვა რომ აზერბაიჯანი და სომხეთიაო. კავკასია თქვა. მეო დავარეგულირეო. აზერბაიჯანი და სომხეთი პუტინს გაუკვირდეს სხვა რამეა ხო ერთი იმის კავკასია პუტინის ტერიტორია არის მასაც უსვამე ხას რომ გაუსვა რომ მე აი დავარეგულირეო თუმცა ეს გაუკვირდაო ხო ეს მოახერხეო ხო და მეც ვამობ რომ ეს მათი ტერიტორია არის ხო ნუ სიტყვა კავკასია თქვა მაგ ეგნიუსი დასკრინული მაქვს მაგის ნიუსი სუსტად ანუ ინგლისური ვერსია მაგრამ თარგმანში შეცდომა არ იქნება რა ანუ ინგლისურ ვერსიაზე მე თუ წავიკითხე რომ შეიძლება ორივე მართლები აღმოჩნდეთ კავკასიასაც ამობს და სომხეთს და აზერბაიჯანსაც ამობს
ორთავის ახსენებს, ოღონდ ტერიტორია როცა თქვა, კავკასია თქვა და სომხი და აზერბაიჯანში ურთიერთობები როგორ დაარებულია. მეხედავ გეოგრაფია არ არის ამერიკელების ძლიერი მხარე. მათთვის ამერიკა რო თავდება, მე ყველაფერი ერთად. ეს შორის დაუმახსოვრებით კავკასია არ შეეშალა. ეხლა უყურე, როცა ამას ხო, არ შეეშალა მე ახლა დანამდვილი შემიძლია ხა ტელეფონი ამოიღო და გაჩვენო. როცა ამას ამბობს ის პოლუსსაც შენ ბოდიში, მაგრამ ეტენები, რომ შენ გინდა მის სამხედრო ალიანსში შეხვიდე. ეს არ არის უბრალო ამბავი. ახლა ევროკავშირი რატო ქვედა რანგში დავაყენე? ესეც პრობლემა იქნება, მაგრამ ეს არ არის ეს სამხედრო შენ რომ ამბობ, რომ მე აქ უნდა შემოვიყვანო ნატოს ბაზა, ანუ რუსეთის მტრის ბაზა უნდა განვალაგო. რომელსაც პირდაპირ ომია, ხო ეხლა უკრაინელებს ებრძვიან რუსები უკრაინაში, მიდის ნატოსა და უკრაინას შორის ომი, ხო? სამხედრო, ასე იგი, ინსტრუქტორები ნატოს წევრები არიან, დაზვერვა და მონა координация. მოკლედ ევროპის ლიდერებიც ამასაუბრებენ, რომ ევროპის უსაფრთხოება, ჩვენ მოკლედ საზარბაზო ხორცი არის, ხო, უკრაინა რა. კი, რა თქმა უნდა, ხო, ამას ამბობენ პირდაპირ, ხო. ხო. ეს უკვე რა არის, აი პირდაპირ როგორ გითხრა, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს. საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ასეთი, მაგრამ ხელისუფლებას აქვს პრობლემა და რა პრობლემა აქვს ხელისუფლებას, ნახეთ. ძალიან ჭკვიანი ხალხი მყავს ჩვენ. ერთ-ერთი სტატუსი მე დავწერე, გავაკრიტიკე პრემიერ-მინისტრი კობახიძის, ძალიან კარგი ინტერვიუ ჰქონდა იმედზე, ოღონდ ბოლოს შეკითხვაში როცა უთხრა რომ მაგდანიკაშვილთან ხოდა როცა მაგდამ კითხა რომ თუ არ გვიპასუხესო რაღაცა პოზიტიური რაღაც წერილი ქონდა გაგზავნილი რას ვიზნო ჩვენ სამხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩებითო და მე ახლა ეს ცოტა პერიფრაზი გავაკეთე უტრირება და სახვილი სიყვარულის რეჟიმში და ეს გავაკრიტიკე მოკლედ რა ხო და იქ ერთმა კომენტარი დამიწერა ერთმა ჭკვიანმა ქალმა რა ქნასო პრემიერ-მინისტრმა მასაც ყავს მხარდამჭერები რომელსაც იქ უნდათო გაწევრიანებაო და ამათ ანგარიშს უწევს თორე განაახლა ვერ ხვდება ახლა კობახიძე რა რას მეთქვი ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეს ეს წესით ხო ალბათ იცის კიდევაც ხო და ეს არის მათი პრობლემა ხელისუფლების პრობლემა მაშინ მდგომარეობს ხელისუფლებას ყარს მხარდამჭერების საკმაოდ დიდი ნაწილი და ეს მათი ერთ-ერთი საყრდენია, თუმცა არ ამგონია რომ ეს ნახევარი იყოს ეს მხარდამჭერების უკვე, მაგრამ რაღაც პროცენტი არის საკმაოდ ნაწილი, რომელიც სადღაც ჯერ კიდევ აქვს ილუზიები, რომ ნატო ცოცხალია და შეიძლება გაწევრიანება და ევროკავშირში შესვლის სრულები ძალიან კიდევ უფრო მეტი ყავს, იმიტომ რომ ხოთაშორის ეს ამ 14 წლის დამსახურებაც არის, მაგრამ ზოგადად ბოლო 30 წელი შევარდნაძიდან დაწყებული ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა ევროკავშირი და ნატოს შესახებ შექმნეს ილუზია ხალხში ეს რაღაცა რელიგიაა და არა პრაგმატული არჩევანი. რელიგიის დონეზე აიყვანეს რომ რაღაცა როგორც 64-ში რომ შეხვედი და всё მომორჩა ერთმა ჩემმა მეგობარმა ბიზნესმენმა ის კითხვა რომ ევროკავშირში თუ გავწევრიანდითო იქ რა ფულს მოგცემენ ბიზნესმენმა. ხო და ეხლა ფულს მისცეს აგერ ბულგარეთს და გააჩერმინეს სოფლის მეურნეობა. სოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სოფლის მეურნეობა ქონდა ევროკავშირს და ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირში წაიკითხა ვინმე აი მაინტერესებს თუ წაიკითხა ვინმე პოლიტიკოსებს 99% საკითხი არა ჩვენი დაგვიდგინეს ჩვენი მაგას და სხვა შორის უნდა გითხრა რომ შტება შტაბეშტილება რომ და სხვა შორის არც შეიძლება იყოს რომ აი დისკუსია მაგალითად ამაზე უნდა წარმოებდეს მე რა თქვი და ეს რამის დისიდენტობად ჩაითვალა რომ მოდით ხო შვიდად რომ უბრალოდ წავეკითხოთ რა არის ჩაითვალა დისიდენტობა დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ იქ არის ამბები რომელზეც იტყვი და მე მეც გეტყვი მე ამასე ესრებოდი მთავრობის სხდომებს და პოლგარების გარეშე სადაც ბენდუკიძე ამბობდა და როცა გეუბნები რომ ეს კატეგორიულად ეს დაივიწყეთ ეს ევროკავშირი დაგუპავსო ესო და გვაქცევს შიგნით და ეს ამბობდა რაღაცებს მე მაშინ კარგად არ ვერ ყვეოდე რაც უბრალოდ ხაც არ ვერ ყვეო კარგად მაგრამ უსმენდი ძალიან და მე დავინტერესდი და იქ როგორ შეკითხები იყო და თქვენ წარმოდგენ არ გაქვთ და იქ იყო ვაშლზე ლაპარაკი გამომდნენ გავჩეხავთ და ახლა გაჩერდით თავს ღაბრებს მოყვებითო და სხვა შეიძლება იგივე ბულგარეთის ამის მაგალითებს ყვებოდა
ეს უნდა გარდამავალი პერიოდი ძალიან ესეთი იქნება და თემაო და სხვა შორის ის ამიტომ კი არ გეუბნები რომ რამეც რევოლუციური გეუბნები ის ძალიან მისი გამონათქვამები იყო რომ ეს საერთოდ ეს თემა დაივიწყეთ და შესულა იმიტომ რომ ეს ჩვენთან ეს დაინერგა რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირში და მაღალი პენსიები გვექნება, შევალ და მაღალი ხელფასები გვექნება და ამას ესე იგივე რომ თითქოს ეს ევროკავშირში საყვარეს შეხვიდე და ეს არის მავნეს ზღაპარი, იმას ვიტყვი შენ. მას კი არ ნიშნავს რომ ცუდი იქნება. ეს იქნება შენი გექნება იმდენი ხელფასი, რაც გექნება და რასაც გამოიმუშავებ. არც იმ ბიზნესმენს არ მიცემენ არავის ოღონდ. ამუშავდება შენზე ის წესები და შენი კონკურენტუნარიანობის შორის ამ თემაში კონკურენტუნარიანობა რაც იქნება და აღმოჩნდება რომ შენი კოტებში მე როგორ და ახლა არ მინდა მე რომ მაგიტაცია დავიწყო მაგას ეგ სხვათა შორის ალკი შეიძლება ვიფიქროთ რომ უნდა მოვიდა სპეციალისტები და დავიწყოთ აი სოფლის მეურნეობა რა ჩვენ ბევრი რამე ხო არა გვაქვს ხო არა გვაქვს ფოლადის წარმოება და რაღაცა ამით უკეთეს გო აბა რაელის მაგალითად ჩვენი ეკონომიკა რაელის ჩვენი იმას აბა რაელის ამას რაელის აბა იმ ქვეყანაში როგორ მოხდა ამ ქვეყანაში როგორ მოხდა და რაელის კი უკვე გვაქვს ჩვენ და უკვე ვართ ჩვენ რაელის ტურიზმს მაგალითად აი ნახე ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან მოკლე უნდა თქვა დისკრიმინაციის ძალიან ნათელი მაგალითი უსამართლობის ჩვენ ყველა ესე იგი ამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გავანულეთ ნულოვანი საბაჟო ტარიფები გვაქვს ევროკავშირთან როცა აქ შემოვიდიან და იმათაც გაგვინულეს ოღონდ დაგვიწესეს ბაზაზე შესის მოსაკრებელი რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ თუ კი ჩემი პროდუქცია შენს პროდუქციასთან არა კონკურენტული იგივე საბაჟო ტარიფებს ვიხდით ოღონდ სხვა სახელი დაარქმევ ეძგეთ მაგალითად აი მაგალითად და ჩემი მაგალითი არ არის და აი მთავრობის ხდომაზე რაც იყო და ეს არ არის სასაცილო მაგალითი მიუხედავად რომ კიპრზე არის და იქ ძალიან კომპეტენტური ადამიანია ბენდუკიძე უნდა თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენაო რომ აი კიტრი უნდა შევიდეს მაგრამ კიტრიო რა არის კიტრიო და აი თქვენ ყველა გეცინება თუ კიტრი არის კი რაღაცა მწვანე ეგეთ არ არის ეგრე ევროკავშირში ძალიან ზუსტად არის გაწერილი, რომ კიტრი მხოლოდ ეს არის. ეს კი არ არის მე რო აი რა კარგია მუხრანის კიტრი არა. და შენ ამ კიტრიაშვილი ეკრო აი ხო და გითხრა და შენ რო ეს კიტრი, მაგრამ ეს ნიშნავს რომ შენ მთლიანად უნდა მოსპოჯე მთელი კიტრის არბევა და მე ანაწარმო. ანუ ამას ვერ შეიტან. და ერთადერთი აი მაქვს რომ მე არ ვიცოდი მაშინ, მაგრამ ვთქო და სალას ერთ-ერთი ცნობილი და დიდი მწარმოებელი რომ მეგონა და უკრაინა რუსეთი ყოფილა იტალია. და თავის ტრადიცია ქონია ეჯერ გლადიატორების და რომი ჯარისკენ. მაგრამ იტალიის ჩრდილოეთში რაც იქ მოსვენილი ეს იყო და თურმე ეს იწარმოება დიდი მარმარილოს ქვაბებია და მოკლედ ეხტოხლო ოღონდ ყველა ოჯახი თუ არა და ყველა უბანი აი აკეთებს სათითაოდ ამ სიტუაციას და ევროკავშირი კატეგორიულად უნდა არა სრული სტანდარტიზაცია უნდა მოხდეთ რა არის სალა მაგრამ იტალია და მან მიაღწია რომ აქ მოაღწია მაგალითად ბალი რაგარე ჩვენი ბალი ახლა რაც არ უნდა თუ ჩამქორდო ჩავმართოთ ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე რო გაივლი ევროპის ლახილი თითქმის ხო ყველგან მიჭამენ თუ ყველა რას მაინტერესებს მაგარი ჭა ნახე თურქული ჭამენ და ქართული ჭამენ ევროპაში მაგრამ ჩვენი რო მე სუბიექტი პირველად იოლად უყურებდი რომ კაცო ერთი პატარა ადგილი გავამიყავი შენაგენაღლება ხო თავისუფალი ჭირო ბალს ჩამოვიტან და გავყიდე და თუ არ გაიყიდა შენი რა მიდის ეგრე გადავყრი ნაგავში ვის ფულსაც აღმოჩნდა ბალი როინც რო ამბავს გეუბნები რაც ვიცი ბალი ჭერენ არ არის ეგრე ბალი უნდა იყოს ზუსტად ყველა ერთი ზომის ყველა ერთი ეს ახლა იფიქრებ რომ აბა არ გინა კაი ხარი არა აი და ხე რომ ბატყო არა ხარისხთან არ არის ამას კავშირში და სულაც არ ნიშნავს რომ ყველა ბალი ერთი ხარისხის რო ერთი ზომის რო არის ყველა არის რომ გენთორ მაღალი ხარისხი მაგრამ ამიტომ მე ამ ბალს ვერ შევიტან მე ამას ვერ შევიტან ის რაც წერია თვითონ ასე საწარმოებს შეგეუბნება შენ არ უნდა აწარმოო ჩვენახებში მაგალითად შეიძლება იყოს ესეთი რომ მოგეხსენება ხაწითელი აი რომ ვიხვალე ხა საქართველოში კი თავზე ნაცარს ვიყრით მაგრამ ვიცით ჯერ კიდე კი ტექნოლოგია ყველაფერი მაგრამ ვიცით რომ კიდე ვენახი მოყვანახო ვიცით რომ ვიხვალე თქვი რა ეს არის კი ხაწითელია მაგრამ მწვანეურევია ეს ურევია ეს ჩვეულებრივი ამბავია და სხვათა შორის ახლა არ მინდა ძველი ამბავია რომ რაღაც გარკვეული ამბავი უნდა ყოფილიყოს ეს კუპაჟის არა აბა ზუსტად უნდა თქვა აბა როგორ არის გაკეთებული ხო და რას გონები შეიძლება ჩვენ ესე ვწვდება ამასაც ვერ შეიტან
ანუ ეს რო ვილაპარაკო. ხო. იგივეს მომდა. ხო და მაგრამ ხელფასებს და პენსიებს მოგცემ. კავშირი დაკავშირებით ნუ ახლა თავის პენსია ილუზია არავის არ ქონდეს თუ ჩვენ იგივე პენსიას მოგცემენ მისცემენ ჩვენს რაც აქ შვეიცარიაში საერთოდ მაგით აღარ არის ბულგარეთი და შეგვიძლია შეისწავლო რა ხელფასები აქვს და რა პენსიები აქვს. კი ბატონო და მე მაქვს სხვათაშორის sapensio რეფორმა აქვს მოზადებული ძალიან კარგი. ძალიან კარგი პროექტი. ამის პარალელური ახლა ხალხი არა, ამასთან კავშირში არ არის. არა, საქართველოში? საქართველოში ეს რეფორმა რო კიდე მეორე რეფორმა დაიწყოს, ხალხი გადაირევა ახლა კიდე. არა, sapensio რეფორმა ეს რა დღეს ხო ჩვენ რეფორმებში პენსიის განგარიშების არანაირი არ აქვს ფორმა არ აქვს. დღეს უბრალოდ კაი ხასიათზე თუ გაიღვიძეს რომელიმე ხელისუფლება არჩევნები თუ მოხდა 20 ლარს დაუმატებს და ეგ არის. ეს ამა ძველი პენსიის იმას აქვს. ასე იყო, მაგრამ ახალში რაც არის, იქ არის რაღაცა გვისის, რასაც შენ იხდი. ხო, არა, ამას საერთოდ არ გვე. ძალიან მოდი ამას დაუბრუნდეთ. ძალიან მოკლედ რა. პენსიის განგარიშება ხდება ესე. არის ესე იგი ბაზისი საარსებო მინიმუმი. შენ ახლა არსებულს ამბობ. არა, რაც ჩვენ გვინდა რომ გავიტანოთ. ხო. და მე ამას ყოველწლიურად ემატება მე 2 ლარი მქონდა თავის დროს, მაგრამ ახლა ალბათ 3 ლარზე უნდა ავწიოთ. ყოველწლიურად სამუშაო სტაჟი, ანუ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ეს კომპონენტი და ხო, ახალი პენსია ხო პროცენტულად არის, არა პროცენტი. ეგ სხვა არის. არა, ეგ ან არის რო ირიცხე, მაგრამ შეიძლება ჩარიცხი, შეიძლება არ ჩარიცხო და ეგ რა არის მომავალ საუკუნეში რა იქნება გასხვა. ხო, ნუ ასე. კაი, დაუბრუნდეთ ახლა იმას ჩვენ მაინც ნატოზე. ხო, ახლა უკვე რო კავშირზე ვლაპარაკობ. მაგრამ ნატოზე ის არის კაცო. აქ რა დისკუსია არის, რომ ნატო რო ჩამოგყალიბე ეს რატო და ესე იყოს, მანდ არის საწინააღმდეგო. კაი, არ დავასრულო ევროპაში. არა, შენ ნატოზე ვთქვა. ხო, კაი, კი ბატონო, გადავიდე, ხო, დაუბრუნდით ნატოს. ნატოზე იმდანაც შენ ნახე, მე რაც გეტყოდი საწინააღმდეგო. მე ვაფასე ამას როგორც საფრთხეს ქვეყნისთვის. შენ ზრდამპალაკში გამოჩნდა, მაგრამ არა ფორმალური დისკუსიისთვის, არამედ რეალური დისკუსიისთვის. გეტყოდი ესეთ რაღაცას, რა ნახე სიმპტომატურია. ჩვენ დაახლოებით შემთხვევით არ ვავთხოვ ერთი პოლიტიკური ბიოგრაფია გამოვირთ ერთ პერიოდში. და ნახე ძალიან ვინ რას ფიქრობდით, როგორ ფიქრობდით, ეჭვებს გამოთქვამდით. არა, მე ვფიქრობდი. ხო, ყველა სულ ფიქრობდით. მაშინ მართლა იყო. ხო, სულ ფიქრობდით, მაგრამ თუმცა სხვადასხვა აი ყველაზე დაპირების დროსაც ესეთი ფორმით არ ფიქრობდით, რომ გინდა თუ არა ვიღაცა შენ რო ესე გწავსო და გინდა თუ არა მოღალატე ხარ და ესეთი ფორმა არ არსებობდა. ჩვენ შორის კი რა ღმერთმა დავიცვას, აი საერთოდაც ეგ ესეთი ფიქრი რომ ვიღაცა ესე ფიქრობდა და მე ეგეთ უნდა წავიდე და მარჯვნიდან ჩილ მარცხნიდან რაღაცა და შენ გინდა თუ არა მოღალატე ხარ, ეს არის ჭადრაკის მაჩვენებელი დაბალი ინტელექტი და არგუმენტები რო არა აქვს. ამიტომ კი მეცაც გეტყვი რომ შენ და წაგებული ხარ, იმიტომ რომ ჭადრაკში რო თქვა რომ მე უნდა პაიკი, უნდა გინდა თუ არა ეს პაიკი უნდა გავწიო რაღაცა G3-ზე, თორე ვინც ამას არ იტყვის ეს მოღალატე. მე არ ვარ წაგებული. ეხლა ნახე რა მე როს არგუმენტები ჩვენ მოხდა ის რაც მოხდა, ჩვენ ბევრი ავიღოთ რომ ბევრი გამოცდილება არ ქონდა საბჭოთა კავშირი რო ინგრეოდა. იმიტომ კი არა ცუდები ვიყავ. ჩვენ არ ქონდა პოლიტიკური სიმწიფე იყო ზოგადად საზოგადოებაში. რეალურად რო ვილაპარაკოთ, გამოცდილება საერთაშორისო, ვის მოწონს, არ მოწონს, საკითხია ჩამოიტანა შევარდნაც. იმიტომ ჩვენ რაღაც არ ვიცოდი. ხო, ნუ საერთაშორისო გამოცდილება ქონდა. ხო, არ ვიცოდით ახლა აი რაღაცა სიტუაციები იყო და მეტიც რაღაცა мотиваცია რო გირდო სხვანაირად იყო. ეს შემთხვევით არ ვამხოლხ, აი გაიხსენო, იმათ უყვარ ვართ, ამათ არ უყვარ ვართ, ესე ქონდა. აი იყო დიდი წვენა რომ აი ჩამოხვიდოდი მაგალითად რაღაც მაშინ მოლაპარაკე ბალტიისპე, ხო უყვარ ვართ, ბატონო, როგორ არ უყვარ ვართ. მე ეგ შევხვდა ეგე რაღაცა მაგალითად ხო ვიღაცა კარლეტენო და ყავდა ესტონეთში ვიყავდა, აუ როგორ უყვარ ვართ აი ძა. ჩვენ ემოციური კატეგორიებით ვიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პრაგმატული კატეგორიები იყო. ეკონომიკა, ხერი რას იღებ, ხერს და ჩვენ არ ვამბობ კარგი და ადვაძე თქვა მაშინ სახალხო ფრონტობა თელია, ადვაძე თქვა რომ ეკონომიკა მნიშვნელოვანი, ხალხი გადაირია რა დროს ეკონომიკა არის, იმიტომ რომ აგერ ხელფასი რიგდებოდა მთელი ამბავი და მე მაშინ უნივერსიტეტში დოცენტი ვიყავი, მე კათედრის გამგეც ვიყავი და ამბავი ღელავთ რა და ორჯერ მომემატა ხელფასი კიდე იმ პერიოდში, ჯერ კიდე უცებ სანამ ცხივი წყალი გადაგვიყო. ეს ერთია. მაგრამ აი მე შემოვიდა და დადგა ის ამბავი რაც მოხდა ხო აფხაზეთი ამბავი და აღმოჩნდა რომ ძალიან წარედ ჩვენ დავინახეთ არა რეზოლუციებით რომ ქვეყანა ჭირდება დაცვა. და ქვეყანა მარტო თავს ვერ დაიწევს. აი პირდაპირ რო იტყვიან ცხრიპირში მოხვდა, იმიტომ რომ ის ილუზიაც რომ ჩვენ უცებ გავალთ, იფსოუზე გამოვალთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, აღმოჩნდა რომ ესე არ არის. ტრაპეზუნდას და სოშის დაბრუნებაზე სერიოზული ხალხი ლაპარაკობდა მე ის ერთი ამბავი როგორ არა კაცო და მაგრამ უცებ აღმოჩნდა ნახე ჩაბნელდა ქვეყანა, აი მოკლედ რო თქვა ერთად, ქვეყანა ჩაბნელდა, არაფერი აღარ არის და ქვეყანას დაცვა უნდა და ეს ის კი აღარ არის დამოუკიდებლობა რომ მე რაღაცა ვოცნებო. აუცილებელია რომ ვიცოცხლოთ შვილები რო გავზარდო
საერთოდ გახსოვთ ხო აქ პურის რიგი ამბავი რაღაცა საშინელება და ამ დროს გაისმა პირველი ნაბიჯებია რასაც ეს რეალურად თქვა და შევარდნაძესთან დაკავშირებული რომელიც ამოსვლა საერთაშორისო რაღაც ორგანიზაცია რა ამ დროს ვიჯერა და ეს ჩნდებოდა დიდი ამბავი და იქ დაიწყო ნატო ევროპა და ამ დროს თან და მოკლედ ევროპიდან იქიდან მოდიოდა ძლიერი იმპულსი რომ თქვენ აი ცოტაც და მაშინაც იყო ცოტაც და ნატოში მიგებ მეცაც გეტყვი 90-იან წლებში ეს ცოტაცა აგერ ამბები ვართ აი ცოცხალი ადამიანი შენ ახალგაზრდა ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ვხედავთ ვიღაცას რო ერქვა რომ 2026 წელი იქნება და შენ და ჯონდი კიდე იმაზე ეკამათებ ნატოში უნდა შევიდეთო ნატო გეოდა დამეთახ ანდა ჯონდი იმას შეიტანს რომ ნატოში აღარ გვიდაო ამას უბრალოდ ვიტყოდით რომ აი ხრო წარმოიდგინო რომ ეს ესე იგი რაღაცაზე კამათობით ჩვენ ვიტყოდით რომ შევთანხმებოდ რომ ეს სულელი მოგვაშორეთ ახლა აქედა რა თქვა 26 წელში ჩვენ შეიძლება უკვე ესე იყო დაპყრობაზე ვილავ მე ჩვენ ამბავი ვქენით ვივედით მოვედით მე გადავედით გარკვეულ სტაბილურ სიტუაციაში რომ ისინი გვპირდებიან ჩვენც ეს აი გამოიარე იმ კვირაში აი ვალის დაბრუნების არ დამებრუნებ ხო გამოიარე იმ კვირაში ავარ გახსოვს ჩემი ვალი რო გახსოვს გამოიარე შევარდნაძის ხუმრობები ორი პირიქარი არ იყო სხვა თემა მაგრამ მაშინ შედამცა შენ რო ეხლა ეს ეჭვი გამოიტანე ეს ეჭვი მე გეტყოდი ეჭვი გამოიტანე ხო გამოიტანე იმიტომ რომ და მე გეთახმებ ეს ეჭვი შენ გაჟღერე ეს მწიფე ეჭვი იყო და კომპლიმენტის არ გეუბნები ეს ქვეყანაში ღიათ ეს უნდა ამაზე დისკუსია უნდა დაიწყოს დისკუსია უნდა რაღაცას მივეჩვიოთ ახლა წყალშიც რო ჩადიხარ ცივში კვირა უნდა ჩახტე ჯერ უნდა ცოტა მიიცხადო შევეგუოთ იმიტომ აქამდე იყო ეს საკრალიზებული თემა საკრალიზებული თემა იყო რელიგიური თემა იყო ეს რომ ეს ჩვენ უნდა ნატო და უცებ ახლა ჩვენ ამას ფონმა შეუწყო ხელი ნახე ამას შეუწყო ხელი რომ ჯერ ერთი ადამიანები უცებ რო დაიწყო ხო რაღაცა 2 წელია ლაპარაკის ამას და აღმოჩნდა რომ აურპირიქარიც არის აღარ შუშაა ყველაფერი მაინც არ გვიღებს არავინ მე კაცო ადამიანებად ფიქრი დაიწყეს რომ ესე იგი მე მზად არა ვარ ავღანეთში ესე მეორე შემადგენლობა ვიყავით ესე იგი ჯარით ყველაფრით სადაც საქმეა ავღანეთი გინდა ერაყი გინდა ის გინდა ჩვენ არაფერი და როგორ დაგვიფასეს ეს ხო როგორ დაგვიფასე აგერ მოხდა ისაც მოხდა აგვისტოში რა თქმა უნდა იმან დაიწყო ნუ ვითომ საკარაფერი სიტუაცია აღმოჩნდა რომ ამბავია და ბოლოს მოვიდა ეს სიტუაცია მაგრამ ესეც ნუ ჩაიწერებთ რომ შენ როდესაც ასეთი ამბავია და ქვეყანას სტაბილურობა შეინარჩუნო უცებ როცა მე გეუბნები რომ როგორ არა კაცო ჯონდი როგორ არ მიგიღებ კაცო შენ ჩაიცვე კოსტუმი და მზად იყავი და როგორ არა კაცო მიგიღებ ნატოში აბა შენ არ უცებ გამოხვიდე და პატარა ქვეყანა ახტე და თქვა რომ მუჭანახევარიცავით რასაც ფიქრობ მუჭანახევარი გენიალური ზღაპარია სხვადასხვა მუჭანახევარი სწორს ამბობდა ნიქარ ამბობდა სადაც უნდა ეთქვა და ამიტომ იყო მარგინალიზაცია არას ნიშნავს ეგ არის მარგინალიზაცია ხო გოსა კონტექსტი გაქვს დაკარგული ხო და ჩვენ ამიტომ საქართველოს ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ იტყოდა ამას გინდაც ეჭვი ქონოდა თუ იმიტომ რომ შენ როგორი სიტუაცია იცი არა გაქვს უფლება ეჭვი იმიტომ რომ ამხელა ნატო გეოვნება და ორგანიზაცია წარმოიდგინეთ გახარ რომ ალბათ ერთი ცალკე ინდივიდუალური არაბერი ამას იტყოდა ამბობდა რომ ამხელა ნატო გეოვნება რომ ჩვენ მიგიღებთ აუცილებლად და ჩვენ გადაგაფარებთ და მიიდი და მაგარი ხარ და შენ ამ დროს გეოვნები რომ არა თავრობიდან გამოდიხარ რომ არ მიგიღებ ცხადია რომ ამას ვერ გაუძლებ მაგრამ აი ხა თანდათან ეს კონტექსტი ჩვენ ვართ იმ კონტექსტში ხა ატო ეს შედი ინიციატივა არის დისკუსიას ითხოვს და არა კამაც იმიტომ რომ ნახე ჯონდის ეთება ესებისთვის რომ მე ამას მას შემდეგ ვამბობ ნახე კამათისთვის ვეუბნები რომ რით დაიწყო არგუმენტები როცა თვითონ ამბობენ პირველი მოსკითხულობ ნატო არ გაფართოვდება თვითონ ამბობენ ეს რომ მაგალითად იქ რაღაცეები არის მაგალითად რომ მე რომ მეთქვა მე აუცილებლად დავამატოთ კავკასია რო იმის ტერიტორია კი ეს ყველაფერი და უამრავია საერთოდ მე რატო საერთოდ ნებისმიერი სააგენტო როა იყოს ახლა მოხალხე და უბრალოდ ჩამოგუგლოს უბრალოდ ამოუყრის თუნდაც მარტო ერთ თვეში რომ იტყვის რომ ნატო კი არა მე არ დამესხას თავს აკეთო და ისეთი გამონათქვი ესე იგი ნატო არ ფართოვდება არ ფართოვდება კი არა მტერია იშლება ჯერტი ერთმანეთს ნატო იშლება შიგნით ამობენ რომ უნდა ჩვენი ჯარი უნდა გავაკეთოთ ჩვენი რაღაცა თუ ყოველდღე ეგეთი სიტუაცია და ფაქტია რომ ეს და უკვე მთლიანად აი ტემპი რო იმატებს აი ნელა თოვლი რო დნება და ჯერ რო წვეთები მოდის და ხო აი ყოველდღიურად ვიღებთ დიდი არ ხდება თან ჩვენ ახლა ხან საუბრობთ ხადისა საღამოს ან გაუზიარებთ ინფორმაციას ხო შევეთ საღამოს და დილის ინფორმაცია 5 საათია ხოლმე 4 საათი ცოტა შტილი რო ჩამოვარდება
სულ იმატებს და იმატებს. აი ახლა უცებ ეს არის რომ ჩვენ უნდა იქ და შევხვდათ იქ ამობს რომ უკრაინისთვის ამობს რომ ჩვენ ალბათ უკვე ნახე ალბათ ჩვენო ბრიტანეთიო და ბალტიისპირეთი შევკრავთო სამხედრო კავშირის რაღაცებს პოლონეთი ანუ სხვა ძვრები მიდის საერთოდ ესე იგი ჩვენ უკვე გვმართებს ამაზე ის კი არა რომ გამოხვალდე დიალოგის დაწყებით თუ ეს თემა უკვე ჩვენ და იმაზე ვინ უჭერს ხარს და ვინ არ უჭერს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეგ ამას ეს არის რაღაცა პროცენტით ამაზე დამოკიდებული მაგრამ ფლიანად ჩვენზე არ არის დამოკიდებული ეხლა შენ რო პირიქით შეიტანო ინიციატივა რომ შეიტანო რომ ახლა მოდი ახლა აუცილებლად შევიდეთ კვირის ბოლომდე ან თვის ბოლომდე ნატოში მაინც არ დაახლოებით შეტანა კონსტიტუციაში გვიწერია რომ კონსტიტუციაც იყო ჩვენ ეს სათქმელია და მე პროცესის დიდი პროცესის ამბავად ვიხილავ შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ კონსტიტუციაშიც გვეწერა აი ჩვენ ხო გვაბრალებენ რაღაც 2000 გვიწერია ხო მაგას აი და ხე წამოვდა იმიტომ რომ გვეწერა თუმცა უკვე როგორ თემად ჩანს იცი რომ კი გვიწერა არა ადეკვატურად ჩვენ შეიძლება რა გვიჩნდეს იცი რომ კონსტიტუცია მაგალითად გითქვია რომ კონსტიტუცია არ გავივარ წინ მაგრამ გვაი და საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვაგროვე და შეიძლება ისე აღმოჩნდეს რომ ნატო დაიშალოს და ჩვენ გქონდეს დატოვებული რომ შევდივართ ნატოში აი მაგას ყველაფერს ახლა ვიტყვი ხო მოკლედ ეს დისკუსია ამ ნაწილში ну არც გეთახმები არც გეწერავდი ეს დისკუსია არის მათ დასაწყები თუმცა ამ დისკუსიაში ერთ რამეს გეტყოდი რომ კარგია რომ ვიწყებთ მაგრამ მე დავიწყებდი გრილად ესე ვთქვათ რასაც ვიტყვით ამას იმიტომ რომ ჩვენ აქ აბა მექცე და შენ ინიციატივასაც არ გეწყედება შენ და ერთი ხუთი ნაბიჯით უსრებს თვითონ ნატო იმიტომ რომ შენ ინიციატივთან გეთახმები კი ისინი ისეთ გაცხადებებს აკეთებენ რომ შეიძლება შენ ესე იგი ერთ კვირაში გეთახმები რა თქმა უნდა მესხი ზუსტად აი შენ ერთ კვირაში შეიძლება გითხრა რომ ეს რაღაც დროს კი ბატონო გეთახმები უბრალოდ რა არის იცი მე რა და რატო უსწრებს ხუთი ნაბიჯით ნატო ჩემს იმიტომ რომ მთავრობა ჩამორჩება ნატოს მივხვდი და მე ისეთი ნაბიჯი გადავდივარ მეგრელი კაცია და ეტიკეტების მნიშვნელობა და როგორ ეცი რომ აქადა რო დაპატიშეს ესე იგი ქორწილში ეგეთი სიტუაცია და ახლა ამან გეიგო რომ ქორწილს მე აღარ ვართავ რაღაცა არის უხდა და ამან ახლა რო ხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაგდოს მეც ახლა პირველი შემოთვალე რომ მეც რაღაცა საქმე გამომიჩნდა იქითო და აი მეც ესე იგი ესე მიდის ლაპარაკი და მე ამ დროს საერთოდ აღარ ვაპირებ ესე იგი ამის დაპატიჟებას კი არა ამას აღარ ვიხდი საერთოდ და საერთოდ ტრები ვარ მოდი ერთი რამე ვთქვათ რა აი ეგ საკითხი არის ძალიან საინტერესო საერთოდ აღარ ვაპირებ ასეა საქმე აი მაგას შენ კი არა ნატო გაფართოებაზე საერთოდ თქვი უარი თუ არა ამ კითხვას ნახე ის ნატო მაგი ახლა მაგის მეცნიერი მაგი ახლა მეთადი რომ რა თქმა უნდა იმაში რა ქვია თავდაცვის სტრატეგიაშიც და უსაფრთხოების სტრატეგიაში იგრძნობოდა თავდაცვის სტრატეგიაში პირდაპირ თქვა რუსეთთან დაკავშირებით კონფრონტაციული რეჟიმიდან გამოსავლის ძიების პროცესი მაგრამ ერთი მომენტი არის რა ანუ რომ უყურებთ ახლა განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციას ანუ მისი რიტორიკა ქცევა აბსოლუტურად ესე ვთქვათ დამოკიდებულია იმაზე როგორ ვითარდება რაღაცა პროცესები აი მაგალითად თუ ამ წუთის ამოცანა არის ნამდვილად რუსეთთან კონფრონტაციული რეჟიმიდან თავის დაღწევა და შესაბამისად ნატოს გაფართოების შეჩერებაც ამ კონფრონტაციული რეჟიმიდან თავის დაღწევის საკითხია, მაგრამ თუ თქვა ტრამპი ვერ მიაღწევს რუსეთთან იმ შეთანხმებას, თქვა უკრაინის საკითხზე ან რაღაც სხვა საკითხზე, რაც მისთვის იქნება მომგებიანი, ასე ვთქვათ, მე არ გამოვრიცხავ რომ ის დაუბრუნდეს კონფრონტაციულ რეჟიმს, არა უბრალოდ დაუბრუნდეს, არამედ პირიქით გაამწვავოს კიდევ. მაშინ კიდევ უარესი. ხო, აი ეხლა როგორ ხდება? მაშინ კიდევ უარესი, კიდევ უარესი თქვი ეხლა შენ. ანუ შენ გზა აღარ დაუტოვე ნატოს მომხრეებს, იმიტომ რომ ეხლა მშვიდობიანად ტრამპი ამბობს, რომ კავკასია რუსეთის ტერიტორიაა, ან მისი გავლენის სფეროაა. ეს მისი ლექსიკით ამბობს და შენ თქვი რომ შხვალ შეიძლება დაუბრუნდეს კონფრონტაციაზე, მაშინ ჩვენგან მოითხოვოს რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ რუსეთზე თავდასხმისთვის, კიდევ არის რაც უკრაინაში ხდება დაახლოებით იგივე თქვი, ანუ და ესე იგი ან გამორიცხავ ამას, ხო ამენი არ არის გამორიცხავ. მე იცი რა, გამორიცხავ ახლა არაფერს არ შეიძლება, მე ტრამპის წინჯეკ უჯეკის მე ვაკვირდები მის საქსესზე სხვადასხვა მაგათ მედიას ესე მონიტორინგს მე მეთოვაკეთებ მონიტორინგს და რა იცი, აი ამ რას ვიზუალურად ჩანს ის, რასაც შენ ამბობ, რომ ტრამპი დღეს დილით ერთ სხვა შეიძლება საწინააღმდეგო თქვას, მაგრამ
რეალური ნაბიჯი მაინც იმ ხაზს ატარებს. ანუ ტრამპს მყარი გადაწყვეტილება აქვს და ებრძვის გლობალიზმს. ტრამპმა ნახე წინა პრეზიდენტობის დროს კითხეს, რომ შენ გლობალისტი ხარ თუ ეროვნული სახელმწიფო ხარ, ამერიკანისტიო და ამბა თქვა რომ მეო თუ ამ გლობალური სამყაროს, ანუ ერთპოლუსიან სამყაროს სათავეში თუ შეერთებული შტატები, მაშინ გლობალისტი ვარო, მაგრამ თუ რომ მელიღაცა გლობალისტურმა ორგანიზაციებმა, როგორც არის ნატო, ევროკავშირი და 26-მიდან გამოვიდა, რა ქვია, მათ შორის ვენეციის კომისია და დატო. ამან მე თქვა უნდა მასწავლოსო, რაზეც ფინანსთა მინისტრმა რო თქვა, რომ ნატო ჩვენ ვართ 1 ტრილიონი გვაქვს დახარჯული, ესენ ფულს არ ხარჯავენ და აქეთ თქვას გვასწავლიანო. მაშინო ამერიკანისტი ვარ. ანუ ტრამპს აქვს თავისი გადაწყვეტილება. ის ებრძვის გლობალიზმს და ცდილობს, რომ ამერიკა გაანთავისუფლოს გლობალიზმისგან. სუვერენიტეტისთვის იბრძვის რეალურად. ამერიკას და რუსების და ჩინელების იბრძვიან, ჩინელები სხვათა შორის ყველაზე დაბალ გაზზე იბრძვიან და ჩინეთს უფრო სჭირდება, ეხლა როგორც მე ვატყობ, ყოველ შემთხვევაში პოზიცია მაგათ უფრო გლობალისტურია, ვიდრე შეერთებული შტატების და ამას, რა ქვია, რუსეთის. ანუ გლობალიზმი რას ნიშნავს? გლობალიზმი არის ესე იგი, ამერიკის დომინირება კი არ არის. გლობალიზმი არის რაღაცა გადღაბნილი, თითქოს გადღაბნული რაღაცა გლობალისტური, აი, სოფლიო ოლიგარქიის ბატონობა, ოღონდ კი მათი ხო დისლოკაციის ადგილი ქონდათ ამერიკაში, მაგრამ რამე შეიცვალა, ახლა გამოჯგუფდნენ, აგერ დავოსში არიან და ევროპაში არიან, ხო? გლობალისტებისგან თავისუფლებს თავს ახლა, რა ქვია, შეერთებული შტატები. მოდი, ეს არის მაგას მოძრაობა, სწორედ ეგ არის, რომ გლობალი უფრო ამერიკულები უნდათ რო იყონ რა და ეხლა ჩვენთვის რატო არის მავნე და სახიფათოდ მავნე ეს კონსტიტუციური ჩანაწერი და ნატოსკენ სწრაფაა და ჩვენ ხომ ხედავთ რომ აშკარად მიდის აი ისე დავიხსენებ ახალი მშვიდობის საბჭო შეიძლება შედგეს, შეიძლება არ შედგეს იქ მე ამაზე თუ ვილაპარაკებ მე შემიძლია კარგად შევისწავლე საკითხებიც და ეს ინიციატივა რითაც გამოვიდა უფრო დეტალურად განვიხილეთ შევისწავლე ტრამპის მაგრამ ეს არის მცდელობა ახალი მსოფლიო წესრიგის ანუ ახალი ესე იგი გავლენის სფეროების ჩამოყალიბება შეჯახებები არ მოხდეს და ქეუბნებიან რომ აი უკრაინა, მოლდოვა, კავკასია ეს არის რუსეთის გავლენის სფერო რუსეთისთვის მისთვის აი როგორც ეგზისტენციალურსა უკრაინაზე უფრო მეტი საფრთხე შეიძლება ქონდეს კავკასიაში ნატოს ფეხის მოკიდებას იმიტომ რომ აქ არა მარტო ჩრდილო კავკასიის საფრთხე უდგება ავტომატურად არამედ მთელი ცენტრალური აზია არის სენდვიჩივით ჩინეთსა და რუსეთს შორის მოქცეული იქ რუსულად კარგად доступი არ აქვს ნატოს და ამ ესე იგი გლობალისტურ ორგანიზაციებს ჩაკეტილი აქედან საქართველოს კეტავს აქედან ირანი კეტავს მაგიტო უტევენ ირანსაც. ეხლა ვინ უტევს კიდევ გლობალისტები რეალურად. ეს გლობალისტების შეკვეთაა რომ და ტრამპიც ეხლა აყოლილი არის ამ თავის მორგებას ცდილობს ამის, მაგრამ თუ ირანი მოეღო ეხენ გავლენ კასპიის ზღვის აუზში და იქ შუა აზიის ქვეყნები ეს რუსეთს ჩამოქცევას ნიშნავს ავტომატურად. ეს შეიძლება თქვი ხა ეგ ჩვენი ინფორმაციის დონეზე ჩვენ დიდი დასკვნების გაკეთება ხარ რას აპირებს ამერიკა რთულია, მაგრამ ერთი რამაა რომ აი ჯონი რას თქვა ტრამპი თქვა განცხადებას აკეთებს იგივე მაგრამ მისი მოქმედება აი თუნდაც აი რუსეთის კონფლიქტის მიმართ ეს კი არა მე ზოგადად ბაიდენის დროსაც ამბობდნენ და ხაც ამბობენ რომ ბოლომდე რუსეთის გაჭყლეტვა აი ამ ის რო იყო აი თქვა მიწაზე გართხმა არც მაშინ არ იყო პოლიტიკები და დაიხსენე ეს კონფლიქტი დაიხსნა ხო და არა მარტო ეშინოდათ, მაგრამ ისედაც რომ აი იქ არის ჩინეთის ფაქტორი და იმის იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღეთ აი კლასიკურ იმას, რაცაც რო იძახიან და ამადლიან, ესე ვიტყოდი ამ სიტყვას ამ უკრაინას, ამ საცოდავ ქვეყანას და ამ ხალხს ესე ამ დახმარებას, ეგ სიამდვილეში არ არის, თუ აგრე გვახსოვს მეორე სოფლიოს მაგალითი 400 მილიონიანი ევრო კავშირი მარტო ამერიკას თავი დაანებე. და ეკონომიკით 10-ჯერ უფრო ძლიერი თუ მეტარა და ფულით იმაზე. და აქ ლაპარაკი არ ვიცი რა მე 2 ევრო არ მოვიკლო ეს არ მოვიკლო მე 1 ლაპარაკი გახსოვთ ხო მე გაიხსენე მე 1 თვით რა დავიმოგცე არა მოვილაპარაკებ 3 ეს კი არა მათ რო ლოგიკა ითხოვს მათი რიტორიკა თუ მივადებთ იმას ეს ნიშნავს რომ გადაისროლო უნდა მთელი რესურსები და მიეყენებინათ თუნდა რუსეთი ამერიკას არ გეუბნება მარტო ზედ ამერიკა დართული რუსეთი ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდებოდა თუმცა მაშინაც იყო საუბარი მე ჩემს ხვაობ რომ მაშინ გაისროდა რუსეთი ერთი გაისროდა და მეორე არა ერთი გაისროდა და მეორე ჩინეთი იქნებოდა ჩინეთს ამ სუყელ უკბას ფაქტობრივად
აჩუქებდნენ ჩინეთს. მაგრამ რატო გეუბნები რომ ტრამპის ამბავია რომ უკრაინის ომის მიმართ მოკლედ ხელს იბანს რა? იბანს, ეხა რეალურად მეცაც გეტყვი, აგერ რომ სათეთაოდ რო შეხედავ იმპულსებს, ერთია რომ გარეთ საკუთარი პოლიტიკოზე ხან მაკრონი ნაპოლეონებს ხან ისა, მაგრამ აი გადახედავ დღე არ გადის რომ იქ იტალიის ვიცე-პრემიერი გამოვა, ის ვინ გამოვა, რომ უკრაინა მოკლედ არის უკვე მობეზრდათ. საით მიდის პროცესი. ეხლა ის გამონათქვამები მოდი ჩვენში დარჩეს. ჩვენში კი არ დარჩეს, უგიდან რაღა დარჩეს და ნახე. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ის კლასიკა, რომელთაც იყო მოკავშირე, რასაც ჩერჩილი და კომუნიზმის პიროვნიტერი იყო, მაგრამ ჰიტლერის წინააღმდეგ, როცა ჰიტლერის წინააღმდეგ ომობდნენ, ბოლომდე ომობდნენ და ამბავი იყო. ეხლა წარმოიდგინე უცებ რომ იტალიის ვიცე-პრემიერი გუშინ რაღაცას იხილავს თვითონ უცებ ვიცე-პრემიერი გამოდის და ამობს რომ იცი რა შენ ნუ გააჭირე საქმე და ამოხვედი ყელში და ნუ ისეთი სიტყვები დელაპარაკება ყველაფერს რომ დავანებო არც ადამიანურში არ ზის მაგალითად მე იტალია არ იყო ეს მოთავეში მაგრამ ჩვენ ხო ეს ჩვენ თავზე გამოვცეთ და ჩვენ გვაქვს ეს უფლება ევროპელებს და მათ შორის ლიდერებს ზნეობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს თვითონ არა აქვს მორალურად უკრაინელ ხალხს და მის მთავრობას როგორც არ უნდა მოწონეთ ესეთი სიტყვები დელაპარაკო მეოთხე ომის მეოთხე წელიწადს, როდესაც უკრაინა უმძიმეს მოლაპარაკებებშია შესული, აი აქ უცებ ეუბნები, ეს აიგე როგორ არის, ელემენტარულად არის, რომ ცივ სისხლით, რომ ესე იგი შენ პირველივე დღიდანვე ამას უყურებდი, სულ სხვანაირად, იქ ბევრი ესეთი გამონათქვამი, აი მადლობელი იყავი, აი ეს ხო მოგეცის, რატო მთლიანად არ მიეცი, რატო ჯარი არ გააგზავნე, რატო ჯარი თუ არ გააგზავნე, რაკეტა არ გააგზავნე, ფული და ეცა თურმე ცოტა შეცვიდა, ცოტა კი არა, მაგრა უნდა შეცვიდეს ინგლისის დედოფალი, იმას არ ანთებდა. იმ ომის დროს ხო? ანუ კი არ გეუბნები ესენი არც ერთი არ იყვნენ მაგრამ ომის დროს როგორც მოკავშირეები ისე იქცეოდნენ ერთმანეთთან. ხო ესეა? აი, ხო და ამიტომ ეხლა აშკარად უყურებ რომ გაზია ეხლა შენი ტერმინологია, გაზი აშკარად დააქდეს. და ამისი სარკე იცი არის პუტინი. და რუსეთი. ხედავ რუსეთი მიუხედავად იმისა იქ რაღაცას გამოხდება ხოლმე არ იძლევა იმ რეაქციებს. მათ პასუხი ესე ვთქვა არ უჭირთ და რო იტყვიან ნელა მიდის. ახლა ჯერ თუ რა პროცესში ვარ და არ მოილაპარაკებთ ესე და მიდის რუსეთი წინ ესე. ხო, მიდის წინ. არ მოილაპარაკებთ, მიდის წინ. აი არ მოილაპარაკებთ, ასე ხდება იქ რაღაცეებია, მაგრამ ფაქტია რომ აშკარად თითქოს იგრძნობა. აი ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. იქ რაღაცა ჩარჩო მოლაპარაკება იმ ალიასკაში შემდგარია და ალიასკაზე უბრალოდ ხედი დაარტყეს თორე ალიასკა თუ გრენლანდი არა ალიასკაზე რო შეხვდნენ ანკორეჯში ხო რო შეხვდნენ ალიასკაზე რო შეხვდნენ იქ ძირითადად მოილაპარაკეს თუმცა რასაკვირველი ესეთი მოლაპარაკები ხო ვიცით ახლა მაგდენი რომ მანამდე ხდება დეტალურად მოლაპარაკება და იქ უბრალოდ კიდე ერთხელ ესე იგი ჩვენ გვამცნეს რომ ეს მოლაპარაკებულა თორე ყველა ვინ ჩავა ისევე როგორც შვიდების საბჭო აი ჩვენ რო გახსოვთ შვიდების საბჭო რასაკვირველია ყველა წევრმა წინასწარ იცოდა რასაკვირველია წინასწარ იცოდნენ ვინ მიშევიდოდა ვინ არ შევიდოდა ის შემთხვევით არ ეხლა იმაროვითომი გაიგო რომ მაკრონი არც არავის არ ჭირდება რასაკვირველია წინასწარ იყო და რაღაცა თავისი ესე ვთქვათ ფორმა აქვს და ესეც არ არის შემთხვევით მაგ შვიდობის საბჭომ კონფლიქტი შექმნა ნატოს შიგნით ძალიან ღრმა ხო და კი და მიდის ამ კონფლიქტში ერთეულში და მეორე ხარ ვინა ბრიტანეთი საფრანგეთი და გერმანია ამ სამ მეტი ვინ არის არა საინტერესო არის რომ სლოვაკეთმაც კი უარი თქვა დღეს სლოვაკეთმა დღეს დავიკით ნუ დღეს შეაბაგუში თქვა სლოვაკეთის შეთავაზებული ქონა აი შეთავაზებული ქონდა და ჩვენო ესეთი ძალიან სხვადასხვა ღირსეული პასუხი გაცა რომ ახლა ჩვენო პირიქითო გაერო და მოკლედ რომ მაგრამ ნახე რა საინტერესო კონფლიქტი სიამლეში აკაც კონფლიქტის გამო კი არ იყო ის ამბობდა რომ მე ევროპას არ უყურებ ახლა ამ სიტუაციას რა ევროპა თავის გზაზე იაროს და თავის თავს მიხედავს ეს ტრამპი ამბობდა და მან შექმნა ის ვინც უნდოდა რომ ძალიან გვიკვირს ის შევიდაო და ნახე შევიდა ჩინეთი შევიდა ბელორუსი ჩინეთი არ შევიდა ესე იგი ჩინეთი და რუსეთი ხოთხმეს და არ უპასუხეს არაფერი რუსეთმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი საინტერესო რაღაცა გააკეთა არა ის 1 მილიარდი ხო მილიარდი ნუ ჩემპიონი არა მადლობელი ვარო უთხრა და გამიხილავთო შესვლას და ავანსად მილიარდი აგერ ჩემგან იყოს ოღონდ მადროგა გაყინული ხო გაყინული რო არის იქ გადარიცხო ეხლა ნახე ჯერტიკ პალესტინასთან ძალიან ანუ გამოძო ტრამპი არ აძლევს პალესტინას ამ ფულს ხო პალესტინას კი არა ხო ხაზას პალესტინას ხო ერთის ხრივ და მეორე ხრივ ამით რუსეთმა დრო გადაავადა რა ელოდება ამას გააკეთებს თუ არა და რუსეთს ძალიან აწყობს მიუხედავად იმისა რომ ტრამპს ძალიან ზევითაა გაწეული თავისი მნიშვნელობა აქვს ხო და რაღაც მუდმივად ვიქნები და რაღაცას და აბსოლუტს გავს ხო ერთის ხრივ მაგრამ მეორე ხრივ
იმ ფონზე მით უმეტეს და ბრიტანეთი და გერმანია და საფრანგეთი იმას დაუპირისპირდა რუსეთს ამ საბჭოს არსებობა აწყობს. ამიტომ რაღაცნაირად თავისი მონაწილეობით ხელი უნდა შეუწყოს და ძალიან ესეთი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა იმ 1 მილიარდთან დაკავშირებით და მილიარდი ახლა პრეცედენტი აღობის ხო გაყენული თანხების დიდი ქაოსი ქართულად თუ თქვენ დომხალი. აი დომხალი მიდის ეძა და უცებ აი როგორი აი რაღაცობეთში რო არის უცებ ჩერდება მე სიტუაცია და ვის რა როგორ იქნება. ეს დომხალი მიდის, იმიტომ რომ ახლა მიდის დუღილის აი ღვინო რო დუღს შეხო ღვინის სპეციალისტი ხარ ხო? ბურგუნდიულის მით უმეტეს და ხო და ღვინო მე რო ილექება რა. აი ეს პროცესი მიდის და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა ასეთი გამოთქმაა რომ თუ შენ მაგიდასთან არზი ხარ, მაშინ მაგიდაზე ხარ როგორც როგორც გასაყოფი ტორტი, ხო? საქართველოს აქვს შანსი რომ იქ დიდ მაგიდაზე კი არის და ვენესუელას საქმეებში და ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ხო, მაგრამ აი აქ რეგიონში ზარეულების მაგიდაზე. არა, მზარეულობის არ არის. აქ არის ასეთ ტერმინის არის სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონალური პოლიტიკა, ხო? რეგიონში ჩვენ ნომერ პირველი ქვეყანა ვართ და ეს მინდა კარგად ესე იგი აღწერო რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს. გეოპოლიტიკა რა არის? გეოპოლიტიკა არის გეოგრაფიის და პოლიტიკის შერწყმა ერთმანეთთან და გეოგრაფიიდან გამომდინარე პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენება, ხო? რაც შესანიშნავი ფილმი გადაიღო პირველმა ხმა, ვასიკოს ინიციატივით და მონაწილეობით და ნუ აი ჩემპიონი, მაგრამ ეს არ არის მარტო რაღაც ისტორიის გახსენება, ხო? თუ ვინმე ნახეთ ეს ფილმი, შენ ხო გადაიღე ეს ფილმი, დღეს რამე განსხვავებული ხდება და ეს არის გადაღებული რომ 1500 წლის წინ ხდება დაახლოებით, ხო? მე 1400 წლის არა 1500 წლის წინ ხო 21 საუკუნეში ვარ ხო და კიდე 500 წლით ადრე იგივე იყო ფარსმან მეფის დროსაც ფარსმან მეფემ ეს იყო ხო რო ძალიან რო გაუჭირდა ირანთან და ცალკე რომთან და ირანთან ბრძოლა ადგა და გახსნა კავკასიის გზები გადმოიყვანა იქიდან ალანები და ესე მათი ტომები და შეუსია ამ აბრაჟუმის გზას და ირანის ელჩები და ისინი სომიმებით მოვიდნენ რა ქვია საჩუქრებით რომ ისევ ჩაიკეტა და ესე იგი ეკონომიკა ისევ აღდგენილი სულ ეს იყო ჩვენი ამბავი რომ ეს იყო რომ ჩილოეთის კარები მიუკავიათ გახსნიან კარებს და გადმოუშვებენ აქაც ხო გუბაზე ეგრევე უნება რომ ხოდაშორის აი რო თქვი და ხადმეს კი არა ჯონდი ახმოვანებს გუბაზის აქ პროკოპი კესარიელს აქ ჩაწერილი ჩვენ კი არ დავწერეთ რომ ჩავიდნენ ეს მეგრელი ელჩები ეგრისიდან და ეუნებიან რომ შენო ჩვენო თუ მოკლედ ესე იქნებაო იცოდეო რომ დარიალი მარტო დარიალი კი არ არის კარებები გეკნებაო და თუ იზამს ის რომიო ჩვენ ეგრევე ხუნებს გადმოიყვან აქედან იმიტომ რომ ეს იყო ფუნქცია შენი რომ აი ესე ვიქნებითო და მოკლედ აი ამ ლავირებაში აი რა ჩანს 2000 წელი აგერ განვიხილეთ ხო რა ჩანს აქ რომ საქართველოს პოზიციას აქვს მნიშვნელობა საქართველოს ასეთ დინებაზე არავინ არ მიუშვი ან საქართველოს იქნება ისმის ამ რეგიონალურ საკითხებს მაგიდაზე და რაღაც თავის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს თავაზობს და ამაში თავისას ითხოვთ ჩვენ რა გვინდა რას ვითხოვთ რუსეთსგან არაფერს რუსეთისთვის მიუღებელს რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შემოკარგებოდა და ჩვენ მინდა რომ დისკუსიის აებ დებატები რომ დისკუსიის მაგიდა ვიყოთ და არა დაპირისპირების ხო მაგრამ რეგიონალური ცენტრი ვარ გინდა არ გინდა ვარ ამას ან დაპრობილები ვიქნები და ისე გამოიყენებენ საქართველოს გეოპოლიტიკურ ანუ გეოგრაფიულ შესაძლებლობებს რომელიც მთელ რეგიონს და ცენტრალურ აზიასაც კი ეხება და ამას კეტავს ხო ან საქართველოს იქნება პარტნიორი და ვისი პარტნიორი შეიძლება იყოს ახლა საქართველოს ეს ტრამპის გზა და ტრამპის მარშრუტი და ესენი ხო ახლა ასეთ ფანტაზიები ვისაც აქვს იმასთან ალბათ რთული იქნება დისკუსიის წარმოება თუმცა მაგათანაც შემიძლია ამ დისკუსიის წარმოება მაგრამ დღეს მიდის აი რატო ვთქვი რომ ღვინის დუღი მიდის დეცენტრალიზაცია ერთი პოლუსი აღარ არის ფაქტია რომ აღარ არის ერთპოლუსიანი სოფლიო ხო რომელიც იყო შეერთებული შტატები და ეხლა მიდის ამ პოლუსები და მიზიდულობის ცენტრების დალაგება აბა გეოგრაფ დახედეთ რუკას ხალხო ვისაც არ გინახავთ სოფლიო რუკა კავკასიის რუკას Google Map-ით ნახეთ და მოდი დახედეთ რა რომელ სამყაროსთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა მეზობლები ჩავა რუსეთი თურქეთი აზერბაიჯანი, სომხეთი, მე ახლომეზობელი ირანი, კასპიის ზღვის აუზი, ჩინეთი როგორც დაინტერესებული სახელმწიფო თავისი სოფლიოს ფაბრიკას ეძახიან, გამოიყენოს ეს ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა, ახლო აღმოსავლეთ და ინდოეთი მუმბაის მინდა რა ქვია პორტიდან ირანზე გავლით და მე რა ქვია ეს ევროპა თავისთავად და ასე შემდეგ. ევროპა
ანუ ჩვენ ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის და დღეს ევრაზიის კონტინენტზე მიდის, ხო ეს რაღაც გადანაწილების ისა. ჩვენ გინდა არ გინდა მოგვიწევს თანამშრომლობა აი ამ სახელმწიფოებში. ესე შენ ხარ ისკენ მიდიხარ ხა რომ თანდათან ამ წუთში ესე ლაგდება ჯერხერთ არ ვიცი ეს არავინ ბუნებითი ნეიტრალიტეტისკენ გვიბიძგებს ეს რაღაცნაირად შეუძლებელს ხდი ეს ამ წუთში თუნდაც ის რომ ჩვენ არც ერთ საბჭოში არა ვართ ახლა და სხვადასხვა საინტერესოა რომ აქ ხარია ყველაფრის ოპონენტები რო არიან და ეს ვეღარ გაიგეს უნდა წენოდათ თუ არ უნდა ესე იგი ჯერ თქვენ რა ჩვენ იზოლაციაში ვართ იმ საბჭოში მაგრამ ახლა მეორე წუთში ახლა ბელორუსიის მეხალიბას არა ხო იმიტომ რომ იქ ხო სხვადასხვა და ამიტომ ამობ რომ მე მაინც გონია რომ იქ წინასწარ ხდება რაღაცა ზონდირება და იდეალურ მდგომარეობაში ვარ ჩვენ რო იქ არ მიგვიწვიეს ესე იგი თქვათ ხო მაგრამ რატო არ მიგვიწვიეს მაგიტომაც რაც ტრამპმა რო კავკასია მაგათი ტერიტორია არისო იქ ხედავ თავარი ქვეყანა შენახარ და იქ შენ გაძლევენ ჩვენ ისი რა არის ბოდიში მაგრამ ესე ცოტა აი ადრე იყო რაინდები ერთმანეთს ებრძოლებოდნენ და პრიზი იყო ქალი რა ქალის ჩვენ ხო ახლა ასეთი ქალი პრიზი რატომ უნდა ვიყოთ და ჩვენ რაღაცა ხო ჩვენს პრიზი რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ხო ბიჭები ვართ რა მართლა მე რა ახლა გუბაზ მეფემ რა უთხრა იქ მას პარსელებს რომ საქართველოს პოზიციას მნიშვნელობა აქვს და გაიგეო და თუ გინდა მაგ ფილმში რა კარგად ჩანს რომელი მხარეს დავიკავეთ რომის მხარე დავიკავეთ რომმა გაიმარჯვა ირანის მხარე და ირანმა გაიმარჯვა ხალხი შორის იქ არისო ანუ ჩვენ ამ სასწორზე და რო შეცდენ პირდაპირ თქვა რომ დაუშვას სპარსეთმა ეს შეცდომა და ამას მოგება არ შეეძლო მარტო სამეგრელოს მაგრამ ომის ბედის გადაწყვეტა შეეძლო და იგი დაუნთავრეს ხო და ამას გეუბნები ჩვენ შეიძლება ვერ მოვაგოთ ომი ვერ რუსეთს და ვერ შეერთებულ შტატებს რა გვინდა ჩართესთან გვინდა ომი და ორთავესთან მშვიდობა გვინდა მაგრამ აი ამ იმასე რა ქვია კონკურენციაში საქართველოს პოზიცია არ შეიძლება უპოზიციოთ ვიყოთ. მოკლედ მარგინალიზაცია გავაგზავნე რა ზეცი რომ ეხლა იმიტომ კი არა იმ ფილმში ნოეცდები ჩემი მოკავშირე რო გთხოვე რომ მე მაგრა ვიყო ჩემ დახრჩობას თორე მაშინ მე იძულებული ვიქნები გავიწიო და მე ხო აი მაშინ ხო აი ნოეცდები და ჩემ დახრჩობას რა თქვა ეგ თქვა ხო დავით მეფე ეგ ამას ვაკეთებდი ისე მოგართმო ისე მეგობროთ რა ნუ გინდა ჩემ ამას ვაკეთებდი ჩვენ ხო და ხო თუ გინდა ეს ლავირება სპარსეთსა და ოსმალეთსა და სპარსეთს შორის ხო ამას ვაბალანსებდით ხო როგორც კი ბალანსი იღო და მაშინ ვიჭყილდებოდი ჩვენ და მე მესამე სუბიექტად ქართველებმა შემოიყვანეს კავკასიაში რუსეთი და ესო რუსეთს კი არ დაუპყრია ჩვენ ვცდილობდით რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რომ მესამე სუბიექტ მესამე გეოპოლიტიკური მოთამაშე გაჩენილიყო რა ცნობილია ჩვენთან რომ ჩვენ ამათ შორის ბალანსი გვეჭირა ეს ორი მონსტრი დღევანდელი კი არის ისტორიაში გეუბნები ოსმალეთი და ირანი ვერაფრით ვერ გაცხა და ვერაფრით ვერ მიხვდნენ და რაც დაიტეხეს თავზე თავისივით დაიტეხეს ირანის საქციელს გაგახსენებ როცა ოსმალეთმა აჯობა ირანს ბალანსი დაირღვა და ირანში ტყვეთ იყო სვიმონ მეფე დელი სიმონს ეძახა გიჟი სიმონს ეძახა ყველას ებრძოდა თურქებსაც ებრძოდა მაგრამ ძალიან გმირი იყო მე მიყვარს მაგარი მებრძოლი ხო ეგეთ ხალხი მიყვარს რა ხო და ნუ რაციონალიზმი ზოგჯერ არ ქონდა მაგრამ ნუ კაცით ხუთი კაცით შეებოდა წავიდა ტყეში მოაგროვა და 1000-მდე აიყვანა და გამოუშვა სპარსელებმა ხო სპარსელებმა დელი სიმონი გაუშვათ ან გიჟი სიმონი გამოუშვათ და თურქია გამოუშვეს და გორიდან და თვლა აყარა თურქები და გაყარათ ანუ საქართველოში დელის ახლა კი გიჟი სიმონს ეძახდი იმიტომ რომ ბრძოლაში იყო გიჟი რა ანუ უშიშარი იყო რა უშიშარი დელი სიმონს მნიშვნელობა სიმონ მეფის გამოსვლამ გადაწყვიტა სპარსეთსა და ოსმალეთს შორის და მაგრამ ვინ იხეირა საქართველოს მიხეირა ხო გავყარეთ ოსმალები აქედან და ირანსა და ოსმალეთს უწევდა ამ ანგარიშის გაწევა ოღონდ უნდა ყოლოდა სიმონ მეფე რო ანგარიში გაეწევა უნდა ყოლოდა ერეკლე მეფე რო ანგარიში გაეწევა თუ გეყოლება მთავრობა რომელიც უმოქმედო იქნება და მარგინალიზაცია რა არის და ქვეყნის მარგინალიზაცია მნიშვნელოვანი დანაშაულია ქვეყნის ეს არის შენ კონტექსტით დაკარგული ანუ არაადეკვატური ხარ არაადეკვატურები ბოდიში მაგრამ ილახებიან
ჩვენ გაგვლახავენ, ჩვენ სახელმწიფოს დაჩაგრავენ. ერთი რამეს გეტყვი, ხაი შენნად ვეცდოთ. ჩვენ მარტო სუმონიდესეთ მეფები კი არ ყავდა. ყავდა ამ პერიოდებში და რომელიც ხათაშორის სახელების ისტორიკოსებმა იციან, არ შემოინახა. რომელმაც იმიტომ კი არა მარტო რომ ჯული შეიცვალა, პრინციპულად ადგა და გახდა იმ რომელიმეს პირდაპირ მონა. კონსტანტინე მირზა, რომელიც გვახსოვს დიდხანს, მაგრამ ეს უკვე და ის აღარ იყო საქართველოს საინტერესო. ესენი წვალობდნენ ეს მეფები, რომელიც ამ ურთულეს სიტუაციაში ცდილობდა რომ ქვეყანა თვითონ ესე იგი ლავი და ესეთი გინდა თუ რა არის სწორ დღეს ესე აკეთებდა ხვალ ისე აკეთებდა იმიტომ რომ ესეც არის აბა გუში რო ესე ამო იმიტომ რომ სოფლიო იცვლება და შენ ახლა გინდა თუ არა ესე რო იძახო ხო ესე გუშინ ესე იყო ნატო დღეს ესე აღარ არის ნატო ხაი ნახე ამ ჩვენი ისტორიიდან გამომდიდარ მე ხარ ისეთ საკრალურ მძიმე რაღაცას ვიტყვი ისაც ჩვენ 30 და 25 წლის წინ 20 წლის წინ ლაპარაკობდით ნატოზე ეხლა უნდა დავფიქრდეთ იმიტომ თვითონ შეიცვალა ეს სიტუაცია შეიცვალა. ეხლა ხო დავინახეთ რომ კომუნიზმი აღარ შენდება. ესე იგი ადამიანები იყვნენ მე მოვესწარი კიდევ ყოველ შემთხვევაში გულწრფელად ამობდა ეს უფროსთაობა რომელთა ჯეროდათ რომ კომუნიზმი ესე ვთქვათ აშენდებოდა. დროცა ხრუშჩოვმა თქვა ბოლო 80 წელს აშენდება ადამიანები კიდე იყვნენ რომელთა შოკი მიიღეს. აი იყვნენ ესეთი რომ ეძახიან კომუნიზმი არც ხთა მიქონა აღებული არც არაფერი და უცებ აღმოჩნდა რომ ტალონები მიიღეს 80 წელს იმის მაგივრად რომ კომუნიზმი ყოფილიყო ხო? ეს თემა არის ეხლა აღმოჩნდა რომ მე დროშიც და იმაშიც ახლა ეს ჯონდის იმას რო დაუბრუნეთ არის რომ ეს ახლა ამაზე დისკუსიის დაწყება უკვე აღარ არის პოლიტიკური დანაშაული და დისიდენტები იმიტომ რომ ნუ იმის არ იყოს ახლა რომ მიდიხარ ხა გურულათაც ხმობები კი მაგრამ აღარ არის ის და სამიდიხარ და ამას ჭირდება საზოგადოებრივი აზრის შემზერთი რა იცი ჩვენი პოლიტიკური ელიტები დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ თლად კეთილსინდისიერი არ იყო და ამ საკითხთან მიმართებაში ეს პირველი სხვადასხვა ეჭვით ხსოვს და ჩაწოთებით რაც შეიძლებოდა იმიტომ რომ ვინ ჩააწოთა იცი ესე ვთქვათ გარკვეული ნიჰილიზმი ღიმილით აბა გაიხსენე მაგ ორპერ ხარში ყובა დიდხანს გაციება იცისო შევარდნოთ თქვენს იმიტომ რომ მას ბუნებრივია ნახე გამოძახილი ის რაც ჩვენ გავიგეთ 10 წლის ფერე მან მაშინ ანუ იქ იყო და მაგიდასთან იყო და ხო მანამდეც იცოდა და ტალიანს ხო მუდმივად ბრაზდებდნენ რომ შინთავრობას უღალატებდა და ტალიანმა რა თქვა იცი რომ არ უღალატებ მე უბრალოდ ახლოს ვიყავია მთავრობას და მაჯაზე ხელი პულსი რო გაჩერდაო მოკდა მე თქვენზე ადრე გავიგეო და მე ხო ეხლა რო ჟონავს უკაცრავად ეხლა ჟონავს ნახე საინტერესო აი კიდევ ფაქტები რო ამოვიღოთ სხვადასხვა ეს მნიშვნელოვანია ჩვენ ცოტა რით მონიტორინგს რო ესო ნახე ცოტა ხდეს იყო უკრაინის ამბავიო პუტინზე ამბავი მაგიო იტყუებაო ნატოს გამეთ დაგვესხაო აბა გაიხსენო სვერტის ზეგავდა მაგო ძალიან კარგად იცოდა და ხო ვამბობდი ჩვენო რომ უკრაინას არასდროს არ მივიღებთ ნატოშიო არ კი ეხლა მომენტი ეხლა ეს ხო მაგალ რანო როგორ იქ ლაპარაკი რო იყო ყავაზე თუ ჩაიზე ულაპარაკიათ რომ რაც ხა ესეთი ლაპარაკობენ უკრაინა საქართველოს ეს ხო შენ იცოდი მაგრამ ამან საჯაროდ ხო არ ვიცოდიო ეგ ჯეფრი საქსის და იმის ლაპარაკები ისმინე სალივანის მაშინდელი სალივანი დიახ აგარა იმან ხო და ჯეფრი საქსმა უპასუხა ეს რო უპასუხა ჯეფრი საქსმა უთხრა მე უთხარით ვამათას მე რატო უყავთ აბა თუ არ იღებთო მაინც და მაგის ისომ და რატო წირავთ ამ ხალხს კაი მაისადეო შენ რა სხვა შორის ჯონდი 2 მილიონი ამ სხვა უკრაინაში ხა რა ნამუსია ლაპარაკი ჯონდი ერთ გეტყვი ჩვენთან არხზე ბოდიში შემით ეწოთა მასვენე აი ზუსტად ამის არიდება ვცდილობ მე ხა ჩემი ქვეყნისგან რომ ილუზიები რომ არავინ არ გიღებს და ამის გამო ჩვენთან სისხლი არ ჩვენ ნახე ხოცავთ ერთმანეთს ამ საქართველოს დამოკიდებულებას პირველ რიგში არის გადაღებული და მე ყველას ურჩევ და შეც მინდა ნახო ეს დოქტორ სტიბისი პოლკოვნიკის დღიურები ეს არის ძალიან კარგი ფილმი არის ბიშა ბასილაძის სცენარით არის და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია და მე ვფიქრობ რომ არ აქვს მას ჯეროვანი ყურადღება დათმობილი 8 სერიიანი ფილმია თუ ესე დამოუკიდებლობის წლები და აქზის ეს პოლკოვნიკი რომელიც არის წარმოიდგინე რომ ელჩი კი არ არის მარტო კურატორი მთელი კავკასიის ამბავია ბრიტანეთის გერმანელები წავიდნენ ეს საოკუპაციო ჯარი პირდაპირ დამოუკიდებლობა ინგლისის დგას და მათი მიმოწერა არის აქაც იპოვეს დოკუმენტები და ინგლისში იპოვეს დოკუმენტები და მიმოწერა და მე სხვადასხვა რომელიც არა ვარ მე დიდი აქტუალურია ხე მისაინტერესებს ჩემი აზრი მაგრამ ჟორდანიას თავრობის მაგრამ ჟორდანიამ როგორც ჩანს მაინც უფრო მეტი იცოდა იქ არის პირდაპირ რომ ამასობაში ინგლისმა და ლენინმა მოილაპარაკეს ნავთობზე
და ინგლისმა არა ეს პირდაპირ დათვალა ინგლისმა და აქ ეხლა ჯარი ჩამოიყვანა ინდოეთი და შოტლანდიიდან მთელი ამბავი ფული რადგან აგერ მოაქვს თვითონ ეს დამთობი და იყიდეს და დამთავრებული საქართველოს ამბავი და ამას ეუბნებიან რომ ჩაიწყე ხა ბარგის ჩალაგებაო და სულ დოკუმენტურად არის და მოკლედ თავდება რა საქართველოს ამბავიო ეს ინგლისი გადის და ცხადია ახლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ შემდეგ კი ბატონო გმირობა და ყველაფერი საქართველოს ახლა როგორ შეძლებს რუსეთისგან თავის დაცვას მაშინ ხო ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ექსპერტებმა ეს სულიად ცხადია ინგლისს თუ გავა და რუსეთს ესე უყურებს სულ ინგლისი გავა შეშევდგათ ეუბნებიან რომ მაშინ ეს ნათელიაო მაგრამ ეს კიდე ეუბნება აქ რო იყო მიჩვეული ესენი არ არიანო ცუდი ხალხი ვიცი რა გული აი იმას მოგიკუდება რა კიდე ერთხელ არა და მოდიო თავრობასო ვეტყვიო ესე უნება მე ვეტყვი თავრობასო იქიდან არის პასუხი no თავრობასაც არ უნდა უთხრა რომ ესე ვთქვათ არიან განწირულები თუმცა მან უთხრა თავრობას არ უთხრა მაგრამ როგორც ჩანს თავრობაში ჟორდანიამ რომ ჩემ თუ არაუდობ რომ აი ვარაუდობდა რომ უკვე იცოდა რომ ეს იყო ესე ვთქვათ ანუ ის ჩვენი ამბავი რომ არავინ აღარ დაგვეხმარებოდა ისა ჩვენ გავიგეთ რომ ეს ემიგრაცია აი ყველაფერი აი ვიღაცა ფრაზები თქვა ლამაზი საქართველოს აღგრძელო თქვა და რაღაცა ეს სრულიად ამბავი იყო იქ ადრე გადაწყდა ისევე როგორც ახლა ვიკითხულობ მე ახლა გავიგე რომ ჩვენ რო თავს ვუკლავთ და იმედი რო ქონდა ჩვენ სანამ კონსტიტუციაში ჩავწერდით რომ ნატო შუნა შევსულიყავით მე რასაც ვკითხულობ თუ არა და იცევლონ მას სასამართლოში და მითხრან ახლა ვინ იტყუება ბოლო თურმე იქ მოულაპარაკებიათ ახლა ვიგებთ რომ ჩვენ ვერაზოს ვერ შევიდოდით და უკრაინამ რო ამხელა ომი დაიწყო ამობედურმა ქვეყანამ თურმე სოციალიკაცია ამბობს რომ თურმე გადაწყვეტილიყო რომ არ შეყავდა ევროკავშირზე შე რო ისაუბრებ მაგონდება მე ეცხოვა სუპერფერ როგორ წამოწდა ჩვენ თითო სიტყვაზე ერთ ამბავს დაგვიტახავენ და ამ გადაცემის მერეც ნახავ ხა დაგვებრალებენ და მაკრონი გამოვიდა და საქართველოს რა ის ევროპის ქვეყანა არის საერთოდ არ მაინტერესებს ეს ქუჩაში მოხეტიალი ნახირი რას და არა მაკრონი რომ გამოვიდა თქვა რომ საქართველოს ხო გავსოთ ერთი წელი არ არის გაწილახეურისი რა საქართველოს საერთოდ არის გეოგრაფიულად ამბავია ესე იგი იმ კოლორეში ლაპარაკობდნენ ამ პუტინს და იმას რო ხდებიან ეუნებიან კაცო უხარიათ ალბათ თქვით თორე არა რას ლაპარაკობ ნაღდი ლაპარაკი როცა მოდის რა თქმა უნდა ასე იყო თენ ჭონდი ბოლოს მინდა ახლა რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი თანდem პრინციპში უნდა დავასრულოთ კიდევაც რა პოტენციალს ხედავ რომ გაიმართოს პლებისციტი იმიტომ რომ ეს იურიდულად გითხარი როგორ არის ეს ამბავი პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ის არ უნდა ამას ხელმოწერები არ უნდა. ხელმოწერები უნდა რეფერენდუმს. შენც კაი სახარ. შენც კაი ეშპაკი არა, გამოცდილი ადამიანი ხარ. ესენი შეიტანის შესთავაზე და არც აჩქარებდაც. ხო, არა, მე პოლიტიკოს მე ღიად ვამბობ რა გავაკეთე რა. ვიცი, არა. თავრობას მივეცი საშუალება თუ საკუთარ თავში იპოვიან ამის პოტენციალს გამოიყენოს ეს. ალბათ მოვა. თუ არა და არაფერი ანტიმთავრობული არ გამიგ თუ არა და არ გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში ეგ აზრი უკვე არსებობს და რაღაცა სიტუაცია. რამდენიმე თვის წინ როგორც მახსოვს ნეიტრალურმა საქართველოსმაც მიმართა დაახლოებით იგივე შინაარსის პლებისციტი. არა, არ იყო ეს განსიტყველი განცხადებები იყო. არ იყო მიმართვა არავის არ გაუკეთებია. ხო, ყველა ამას ვასიკომ თქვა ერიდებოდა ტალღას, რომ აი ლანძღვა არ დაუწყო. იყო ლანძღვა სხვათა ამ ვიდეოზე ძალიან კაი სიუჟეტი გააკეთა პირველ არხმა და სწორ პირველი არხი სიუჟეტი დავდე ერთი კრემლის აგენტობაში მდებდნენ ბრალს ერთი უკიდურესობა და მეორე უკიდურესობა რადოს ეგ არის არაბიზაციას მიხედოთ ან ამ ორთავე მხარეს ეს არ წყობდა და მე უფრო დარწმუნდი რომ როცა ერთი რადიკალური და მეორე რადიკალური ორი სისულელე შენ გაკრიტიკეს სწორი გზით მინიხარ რაღაცა ზომიერი გზა გაქვს შუალედური გზა გაქვს აი მაგალითად დებატის თემაში მე ესე ვხედავდი რომ ეს კი არა რომ ეხლა მართლა ადამიანები ვართ კაცები ვართ და რაღაცა პრეტენზია გვაქვს გონიერობაზე ხა კაცი რაღაცა უზდელობა რომ დაილაპარაკოს არა მაგრამ მე მაგალითად სიამოვნებით მოვისმენდი საწინააღმდეგო არგუმენტებს თქვათ აი როგორ ხედა დაინახავთ ის კი არა რომ უნდა შეეტანოთ ეს პლებისციტი რომ აი როგორ ხედავს და თუ რამე ისეთი არგუმენტები ექნებოდა რომ აი ესე ვთქვათ რომ აბა როგორ უნდა მოხდეს და ნატოში თქვათ აი უნდა ჩვენ ასე ანუ თუ ყველაფერი ის მიდის მე რო ვეკითხები ხოლმე ანუ ყველაფერი ის თუ მიდის რომ ჩვენ გაცხადებაზეა დამოკიდებული მაშინ ესე პირიქით თქვათ რომ მოდი აი პირიქით ჩავატარდოთ პლებისციტი და კონსტიტუციაში გვიწერეთ ყველამ ერთად და დავიფიცოთ რომ გვინდა რომ ნატოში შევიდეთ თუ მიგვიღებენ აი რა უნდა ვქნათ ჯერთი თუ აი ეს ლიბერალები დარწმუნებული არიან რომ წერდნენ იქ როგორ ჩვენ 80% ფიქრობ რომ რადგან ილანძღება არ ვცემდი პასუხი თუ ვიმე დისკუსიაში შემოდი მე ვცემ ვკითხულობ კომენტარი თუ ილანძღება შლი
ბლოკავ ამას რა. რომ ნორმალური ის იყოს რა და არ გავაჭუჭყიანო. ხადია ხო? ხო და 80% თუ გინდათ აგი გადაწყვიტეთ რა ჰაბურთი და ამოედანე მე რას ვამბობ ხელისუფლება თავის თავზე თავის კიზერზე კი არ გადაიტეხოს ან შევამოწმოთ ის 80% მე უფრო სხვა ხო და მე თუცა მე დისკუსია მაშინაც უნდა გაგრძელდეს ერთია რომ ჩვენ აი ახლა დაახლოებით ეგეთი ჩავატაროთ ახლა პლებიცისტი გინდათ თუ არა ყველას რომ გქონდეთ $1,000,000 ალბათ 80% 60% ხომაც მოვაგროვოთ. ეს ხო გამოკითხვა საზოგადოებრივ ეს რეფერენდუმი კი არა. ვიცი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ, იცით კიდე ამ ავწიო რომ ჩვენი სურვილი უნდა ემთხოვდეს კიდე შესაძლებლობებს. აი ფილმის არ იყოს, ხო, მარტო ანუ ვიდრე რომ მე რო პლებისციტით გადავწყვიტო, გინდა თუ არა ყველას რომ ქონდეს $1,000,000, ალბათ მოვაგროვებთ ხო ხმებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვინ მომწევს. ჩემი მხრიდან პოლიტიკური სვლა ხელს დისკუსიის დაწყებაზე ხელს უწყობ მთავრობას პირდაპირ ღიად ვამბობ რომ პასუხისგებლობა ხალხს გადააბაროს და ხალხს ათქმევინოს უნდა თუ არ უნდა და წარეთ ესე იგი გიორგი ჩვენ რა თაობას მოვისწარეთ ცირავ თათრო ჩვენ აი ახლა რო შეხედო როგორც პიესას რო შეხედო ან როგორც ფილმს და ძალიან საინტერესოა არა იმიტომ რომ საღანძღავთ ვინც დაფიქრდება და ხა და ჩემი თაობის ადამიანები ყველა დაფიქრ ჩვენ რა გადავიარეთ ახლა ჩვენ ისტორიაში რომ ჩვენ ვიკლავდით და კარგად გვახსოვს რომ ნატო და მიტინგები და მთელი ამბავი ასე მეც მონაწილეობდა ამაში არავინ ჩვენ ნატოში არ ვიღებდა და ჩვენ პლებისციტიც და სახალხო პლებისციტიც და პრაქტიკულად ყველაფერი ჩატარებული იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა ნატოს შედიოდა და მე კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ნატო გიყურებს უნდა და ნატო არაპირებდა. ეხლა ვიწყეთ პროცესს და პლებისციტ ვატარებთ რომ გამოდივართ ნატოდან და ნატო ხო ან როდის მიგიხე ან როდის გითხარი არ ვეკითხებით ნატოს უნდა თუ არა ეს კიდე რა აღმოჩნდა ესეთი ეს ფერი მაგალითია ეს თუ და მაგალითია რომ ჩვენ ერთ-ერთი ახლა რომ დავბრუნდებით რომ დუმილი და პაუზარი აი რომ გავჩუმებულიყავით ესე იგი მაგალითად ეს 30 წლის განმავლობაში და ბევრად ახლა რაღაცები აღმოჩნდა ეს კიდე ეს მოვიგებთ ხო და ეს არის ახალგაზრდა შეიძლება და აი ბევრი სიბრძნე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენ ამაზე შეიძლება რომ დაგვმოს თუნდაც ჩვენი თაობა მე რაღაცა ახლა ხოცე წინა უნარი ხო რომ წინა თაობას უნდა დააბრალო და ჩვენას არ ვიცოდით უბრალოდ შეუძლებელია რომ გწოდნო და შევარდნაძემ აი შე რო გაიხსენე ინტერვიუ მე კიდე ერთ ინტერვიუს გავიხსენებ შევარდნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ ერთადერთიო სახელმწიფო ვისაც შეუძლია აქვს სტაბილურობა დაიჭიროს რუსეთიო და როგორ ნატოს ჯარების შემოყვანა არ გვინდოდა და მერეო და ვერ შემოვიდა არ შემოვიდა კი არა ვერ შემოვიდაო ანუ შეიძლება ის მომენტში თუ არ თამაშობდა შეიძლება მაშინ აღმოაშენა მასაც ჯეროდა მამამდე ის რაც ჩვენ გვეგონა მაგრამ იმ მომენტში შევარდნაძე მიხვდა რომ ეს სყაპარია ანუ მას ეტყობა ქონდა რაღაც ლაპარაკი და უთხრეს რომ შენ ხო არ გადაირია აქ ჩვენ არ შემოვიდეთ ხო მოკლედ პლებისციტის ამბავს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გასაგებია მას იურიდიული ფუნქცია არ ექნება მაგრამ მას შეუძლია ეს სპეკულაცია დაასრულოს რომ 80% ის უნდა 70-ს ეს უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეს ცუდი სპეკულაციაა ძალიან ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი სპეკულაცია გეთანხმები და თანაც რა ხელისუფლებას ხო ყავს თავის ელექტორატში ვისაც უნდა აქეთკენ წასვლა ხო პლებისციტის დანიშნა ჩვენ მოგცემ საშუალებას რომ საარჩევნო კამპანიის მსგავსი კამპანია ვაწარმოოთ ამის შესახებ და იმ ნაწილს ანუ ხელისუფლებას მუშაობ რეალურად ხო ერთმანეთს არ ვაპარაკებთ მე პრაქტიკაში ამას ნიჰილისტურად უყურებ იმიტომ ეს რეალურად ისეც არაფერს მე მაგალითად მე რო ვიყო ეს ადამიანი არ დავნიშნავდი ღიად გეუბნები რატო ეს სიამოვნებაში გამოიწვევს რომ მე მაგას არ ავწდობ ეს არის გაყალბებული და აი უარეს ქაოსში შევალთ იმიტომ რომ ერთი ადამიანს აი დაიწყება ესეთი მოიწევს გეტყვი. არ ვიცი, ამას ხო სამართლებრივი მხარე. არა. ეს ხელისუფლებისთვის იქნება ნიშანი. კი, მაგრამ არა, იქნება ვინც ახლა ადამიანები ამას აუმენ იყვია რომ ეს არის გამოგონებული. აი პირდაპირ გეტყვი რას ჯონდი არის შეკრული ამასა გამორიცხული არჩევნები გაყალბებული. ჩვენ არ წავალთ, ჩვენ იქ არ წა. ნუ მაინც ხარ დარჩენილი აი ამ ასე იგი ბოს ზეგავლენის არა პირიქით მე პირიქით აღგონია იცი რომ მე მაშინ დავიწყოთ ლაბათი აზრი აღარ გვაინტერესებს მე ხო მაგ აი ხა ჩვენ დისკუსია მე მაგალითად მგონია აი აგერ შენ და აგერ მე რომ აი გაზაფხულის ბოლოსკენ პრაქტიკულად შეიძლება ეს პლებისციტი აღარ გახდეს საჭირო
და ადამიანები თვითონვე დაინახავენ. აი ეს ანეკდოტი, ხო ეს ანეკდოტი რო არის. ეს მიზანის ეს ანეკდოტი აი ლაპარაკობ რა ამ თემაზე რა. პოლიტიკური კონტექსტით არის, ხა გამახსენე ინგლისური ანეკდოტია, რომ ეს ზის ეს ლორდი და ტაიმს კითხულობს და სიგარას ეწევა და სახური შემოვარდება და ტემზადიტო. მეო რამდენჯერ გითხარიო ბენიამინო რომ ბერიმორო რომ შენ უნდა შემოხვიდე, გახვიდე და დააკაკუნო, მე რო გეტყვი რომ მობძანდი, მე რო უნდა მოხვიდე და მანერები ამ თავარ. გავიდა გარეთ და აკაკუნებს. ამან ჯერ ორი ნაფაზი და მობძანდით ბერიმო და შემოვიდა. ტემზა სერ. ხო და ახლა მე მგონი რომ ესე იქნება ახლა ესე იგი ტრამპმა და ესე ვთქვათ ამმა თუ გააგრძელეს ნატოს სხვადასხვა ნახე რა საინტერესო ახლა რო გააგრძელდა ტრადე რო კითხულობდა რუტე გამოვიდა მანამდე დაცილონ მაკდონალდსის ის არისო ეგო და არაფერი ევროპის მაგას ვინ კითხავს რაბასო და ამუშტეგ რა არის ვინ კითხავს თქვენ თუ გონიათო რომ ტრამპი არ ყოფილიყო ნატოს უბრალოდ აი რაც შევთქვით იცით დაიწყე და ეს ევროპის ქვეყნებიო რამეს არ მოადგენდნენ ან იმეს წინააღმდეგობას გაუწევდნენ ან 2%-ს გადაიხდიდნენ ან რამე არიანო და ერთ-ერთი ამბავში და ამანდი ესე ამ ეს რიტორიკაც კი ყოველდღე შლის ერთობას ხო პათოსი არის ხო და ეს ხო სამხედრო ბლოკია სამხედრო ბლოკი უნდა იყოს ყოველდღე წინაშე ჯონდი ოპტიმისტური სიტყვა ერთი მზაკვრული ჩანაფიქრიც მინდა ამ ინიციატივის გამომხილო დღეს ხო ხელისუფლება რაღაც შეიქმნა ასეთი ვითარება ერთგვარი კრეფსითი ხელისუფლება ყავს ხო პროდასავლურიც არის და არადასავლურიც ან მისი მიჩი ხო და საიდან იქ ჯერტი ელექტორატი არსებობს პროდასავლურის მაგრამ არსებობს აი ნეიტრალიტეტის მომხრე ელექტორატი საკმაოდ დიდი რაოდენობაა ეს უკვე და ხელისუფლების შემადგენლობაში ორთავეა იმისთვის რომ ხელისუფლებამ ეს მისთვის ძალიან კომფორტული ვითარება შეინარჩუნოს აი წლების განმავლობაში ხელისუფლება წვრილ ჯგუფებს ქმნიდა კარიკატურულ სახეებს ქმნიდა ლიბერალურ ფლანგზე და კონსერვატიულ ფლანგზეც. ეს ხო ყობახიძემ თქვა, რომ აგერ აღმოჩნდა, რომ ტევე პირველს ხალხს 14 წელიან ნერვებს უშლის, თურმე აფინანსებენ ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები, კორუმპირებული კორუფციით ნაშოვნი ფულით. ახლა ვიცით უკვე ესენი ვინც არიან, ხო? არ დაასახელა, მაგრამ აგერ კარიკატურული სახე ანიტას რო ეძახდნენ და ერთ-ერთი, ხო, ესაც ვიცით, ხო? ახლა ამით თუ ხელისუფლება ამნაბის არ გადადგამს რა შეუძლებელია ხა ყველაფერი შენ იყო ხო ელექტორალური სივრცე გამოთავისუფლდება გინდა არ გინდა ხელისუფლება დაკარგავს აი ამ ესე იგი ნეიტრალიტეტის მომხრე ელექტორატს და გარჩება მეტი სივრცე ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის რომელიც როგორ თქვა შეიძლება იყოს უფრო ტრადიციულ კონსერვატიული მოძრაობა და პერსპექტივა გაჩნდება რაღაცა ძალა შეიქმნას და რაღაცა ელექტორალური საყრდენი კონდეს თუ ხელისუფლება მეორე გზას აირჩევს იღას ელექტორატი არსებობს ეგრეთ წოდებული პროდასავლური და ხელისუფლება ახლა ყველაფერია და ვინ უსყობს ამას ხეს გარდა იმისა რომ თვითონ ხელოვნურად აკეთებენ კი ამ კარიკატურულ სახეებს ქნია და მე ხალხს ახლა თუ ის ვინც პროდასავლურია და ვთქვათ ლიბერალურია იმ კარიკატურას ხელისუფლება ურჩევნია და ვინც რაღაცა კონსერვატიულია იმ კარიკატურას კიდე და ქვასროლიას ურჩევნია ისევ ხელისუფლება ურჩევნია ხო ამის როგორ გითხრა რა ამის საშუალება აღარ უნდა თან ხელისუფლებას აგერ მაგარი ნაცმოძრაობა დღე და ღამე აბრალებს რომ პრორუსულია და ეს ელექტორატის არსებობს ხო და ხელისუფლება ძალიან კომფორტული მდგომარეობა აქვს რომ ის არ ამბობს რომ პრორუსულია უჭირავს ის რაც როგორ გითხრა როგორ რა ტერმინი გამოვიყენო ის რაც ოფიციალური ტრენდია ახლა რომ პროდასავლური იყოს და რაღაცა ოფიციოზის პოზიცია უჭირავს ბრწყალებში რო თქვა მაგრამ მშვენივრად იღებს აგერ ესე იგი ნეიტრალიტეტის მოხრე ელექტორატის ესე იგი მხარდაჭერას მაგრამ ბოლოს მას გონია რომ შენი თავარი კონკურენტი და არასკოფიკურად არ მოეჩვენოს აი საქმეში არის ევროპის ქვეყნები და ამერიკა, რომლებმაც შეიძლება დაგასრულონ ამ პლებისციტის იდეის. მისივ გეოვნები. არა, კონკურენტი კი არა. შეიძლება ეგ აღმოჩნდეს უკან მიდევნებული ლამპარი ჩვენ მანამდე. აი ხა ჩვენ შეიძლება საუბრობთ და დღის ბოლომდე ტრამპა ისეთი გაცხადება შეიძლება გააკეთოს, რომ შეიძლება დარეკვა არ დადო მაგით უძვახას. ხა არ გეწყო ზუსტად ესეა როგორც თქვი. ნამდვილად ჩემი ინიციატივა ჩამორჩება
უკან მიყვება ტრამპის და შეერთებული შტატების და ნატოს ობიექტურ რეალობას. შენ რო გეთქვა მაგალითად რომ ტრამპი, ესე იგი ამერიკის მთავარი წევრი არის, მთავარი მტერი არის გაერო და ნატო და საინფორმაციო წამეკითხა საინფორმაციოში, ახლა ვიტყოდი რომ რაღაცა უკვე ესეთი ხდება და გაუგებარი. მე ვცდილობ, აი ბასიკოს იმას უნდა დავასრულოთ. კი, მოკლედ ფრაზით. მე ვცდილობ საქართველოს რეალური, ასე იგი, განწყობილი პოლიტიკა მოიყვანოს შესაბამისობაში იმ რეალობასა, რა რეალობაშიც ნატო და შეერთებული შტატები და ევროკავშირი დღეს ცხოვრობს. მტერი იყოს მაგ რეალობაში აგერჩვენ. არა, საქართველოსთან მიმართებაში თუ იმათა რეალობაში კი არ უნდა, ანუ რეალისტურად ჩვენ არ შეიძლება ბრმები ვიყო და ილუზიებში ვიცხო. დაგალი, ანუ ოპტიმისტურად ვართ გაწყობილები. კი, მადლობა. დღევანდელი განხილვისთვის, სტუმრობისთვის, წარმატებები და შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომდევნო პოდკასტში. კარგად ბრძანდებოდეთ.